საღამოშვიდობისა ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო, რაგბის მოყვარულებო, დადგა ტკბილი ნოემბერი, როგორც იქნა და საქართველოში დაბრუნდა დიდი რაგბი. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგიდგენთ საშემოდგომო ტესტების პირველ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს ნაკრები ტონგას წინააღმდეგ გამართავს საკუთარ მოედანზე, კერძოდ კი ეს მოხდება მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, უბრალოდ სტადიონზე ეროვნული სხვარი, რომელსაც ასევე ლოკომოტივსაც ეძახიან. მატჩს წაუძღვებით ლუკა ჭოჭუა და ნიკა ჩალათაშვილი, სიტყვას გადავცემ ლუკას. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, აგერ მოგახსენებთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, პირველი ნარიაშვილი მიხეილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 დუდუ ქუბრიაშვილი, 4 ნომერი კოტე მიქაუწაძე, 5 ლევან დათუნაშვილი, 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 ვიტო კოლელიშვილი, 8 გიორგი ჩხაიძე, 9 ნომერი გიორგი ბეგაძე, 10 ნომერი ლაშა ხმალაძე, ლელოს მოთამაშე, 12 მერაბ შარიქაძე, 13 დავით კაჭარავა, 11 ნომერი არის თამაზ მჭედლიძე, 14 მარჩხანელი გუნდის კაპიტანი, ხოლო 15 ნომერზე კი გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი, სათადარიგოებსაც მოგახსენებთ, სიმონ მაისურაძე, ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, ლაშა ლომიძე, 21 ნომერი ვაჟა ხუციშვილი, 22 ლაშა მალაღურაძე, 23 ნომრით კი სანდრო თოდუა. ტონგას ნაკრების შემადგენლობაზე როცა მიდგა საუბარი, სიმართლე გითხრათ არ დაგიმალავ, დილიდან ვცდილობ აი უამრავი ხმოვნების კორიანტელის როგორღაც დამახსოვრებას, შევეცდები გაგაცნოთ რაც შეიძლება მეტი სიზუსტით. პირველი ხაზი ტევიტა, მაილაუ, ალეკი, ლუტუი და სილა პუაფისი, შემდეგ 4 ტუკულუა, ლოკოტუიშე, ჯო ტუჰინეაუ, 6 სიონე კალმაფონი, ნილი ლატუ 7 ნომრით კაპიტანი, ვილიამი მააფუ 8 ნომრით. შემდეგ 9 სონატანე ტაკულუა, 10 კურტ მორათი, 12 და 13 რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, ჰემანი პაეა და სიალე პიუტაუ, 11 ნომერი ფეტუჰუ ვაინიკოლო, ტევიტა ჰალაიფონუა 14, ხოლო 15 ვუნგა კოტო ლილო. ლილო ყველაზე ადვილი იყო მე მგონი ამ შემთხვევაში. აქვე გავაცნოთ სათადარიგოთა შემადგენლობაც 16-დან დავიწყოთ. ელვის ტაიონეს, სიუა ჰალანუ კონუკა, პაეა ფაჰანუნუ, ლისიატე ფაჰაოსო, ჰეილ ტიპოული, 21 ტანიელა მოა, ლატიუმე ფოსიტა და ოტულეა კატოა. მე ახლა ცოტა დავისვენებ. ლუკა შენ გააგრძელეთ თუ შეიძლება რეკორდი. ამასობაში ხედავთ რომ მორაგბეები უკვე ემზადებიან მოედანზე გამოსასვლელად, ორივე გუნდის საქართველოს ნაკრების მორაგბეებს ხედავთ თქვენს ეკრანებზე, კაპიტანი ირაკლი მაჩხანელია. და მალე გამოვლენ, მოგახსენათ უკვე ნიკამ რომ დაიწყო ნოემბრის ტესტები, დღეს უამრავი სარაგბო დღესასწაულია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, 3 თამაში უკვე იყო, მაგრამ მთავარი თამაშები წინ არის. თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის, რა თქმა უნდა, მთავარი თამაში მაინც საქართველოს ტონგა. ნელ-ნელა გამოჩნდა მაჩხანელის სახეც სიბნელიდან და გამოდიან გუნდები მოედანზე. აქვე გეტყვით რომ ტონგას მთავარი მწვრთნელია მანა ოტაი, ხოლო მატჩის მთავარი რეფერი პასკალ გოზერი საფრანგეთიდან, მას ეხმარებიან ენდრიუ მაკმენემი შოტლანდიელი და ვლად იორდანესკუ რუმინეთი. აგრეთვე ისტორიული ფაქტია, დღეს ფიქსირდება საქართველოში პირველად გვეყოლება ვიდეო რეფერი იტალიელი კარლო დამასკო. შესანიშნავი სიახლეა, ნამდვილად დროული უკვე ქართული რაგბი იმ ეტაპზე გადავიდა, როცა ნამდვილად სჭირდება ასეთი აუცილებელი დეტალები. ერთი-ორი თამაში მაგის წყალობით მოგვიგია რომ ვიდეო რეფერი არ იყო, ერთი-ორი კიდეც აგვიგია მაგის გამო, მაგრამ საჭიროა ნამდვილად ვიდეო რეფერი სხვა დონეზე გადაყავს უკვე რაგბის თამაშის დონე, ასე ვთქვათ. გამოვიდნენ გუნდები, ხედავთ ზორბა ბიჭები არიან. ტონგელები, თუმცა არ ჩვენები ჩამოუვარდებიან დიდად ზომაწონაში. ტონგელებსა და მათ ასე ვთქვათ შესაძლებლობებზე წარმომავლობასა და ჯიშზე კიდევ ვისაუბრებთ რაგბისთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა. გიორგი მარგველაშვილს ხედავთ ტიბეზე მომზადება, რათა მიესალმოს ორივე გუნდს, საქართველოს ნაკრებს კი წარმატება უსურვოს. საქართველოს პრეზიდენტი ახლა პირადად ყველას ხელს ჩამოართმევს და გამარჯვებას უსურვებს. მას ხდება ირაკლი მაჩხანელი. ჩვენი სახელით ეროვნული ნაკრების საქართველოს მაისური.
ნარიას კეთლის მომტანი თამათმენთვის. ნებაუმზირებაზე გაგაცნოთ ჩვენი ნაკრები. მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის მონპელიეს მოთამაშე. მიშალა მამუკაშვილი ინგლისის მოთამაშე. დავით კუბრიაშვილი საფრანგეთის მოთამაშე. ლონის მოთამაშე იგივე საფრანგეთში. ორიაკის მოთამაშე, თბილისში თამაშობს ბათუმში. კლერმონის მოთამაშე ვიქტორ კორელიშვილი, გიორგი ჩხაიძე საფრანგეთის ლილის მოთამაშე, ბეგაძე ყოჩების მოთამაშე, ხმალაძე ლელოს მოთამაშე, მჭედლიძე საფრანგეთის მოთამაშე, შარიქაძე საფრანგეთის მოთამაშე, რუსეთში მოთამაშე დავით კაჭარავა, ვერა კვირიკაშვილი ჩვენი დამწყმელი საფრანგეთში. იგივე საფრანგეთის მოთამაშე ლაშა მალაღურაძე, რუსთავის მოთამაშე ვაჟა ხუციშვილი, სიმონ მაისურაძე, ჟვანია, ზურაბ ჟვანია საფრანგეთის სტატფრანსე, ტულონის საფრანგეთი, ბეზიე საფრანგეთი, თბილისის ლელო, ვაკე საფრანგეთი. დიდი მადლობა. ბატონი გივიც აღმოჩნდა. ეროვნული ნაკრების რიგებში. ისი ადგილი სწორედ იქ არის. სულით დაგულითის ყოველთვის ბორჯალოსანი იყო და არის კიდეც. ახლა კი პრეზიდენტი გაიწვევს ჯერ საჯებს, შემდეგ კი მოწინააღმდეგე გუნდს და ცოტა ხანში დაიწყება კიდეც შეხვედრა. უშემატკივარი ტაშით ეხმაურება ამ ფაქტს. მე მინდა შევახსენო ტელემაყურებელს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ტელევიზიისთვის, არამედ რადიო უშემატკივრებისთვისაც მაუწყებლობთ 101.9 გვისმენთ ჩვენ, ასე რომ გამარჯობა თქო უნდა საინტერესოა როგორ იცნობენ ერთმანეთს ქვეყნის პრეზიდენტი და მოთამაშეები, მაგრამ ჩვენც 1-2 სიტყვა ვთქვათ ამ მატჩის შესახებ, თუმცა რომ უკვე დასრულდა ისალმების ცერემონია და თუმართან ჰიმნი დაიწყება ახლა სავარაუდოდ. სანამ ჰიმნებს მოусმენთ, შემდეგ სიპიტაუსაც ვიხილავთ. სიპიტაუზეც უნდა ვთქვათ 1-2 სიტყვა აუცილებლად იმ საზოგადოებრივი ფონიდან გამომდინარე, რომელიც Tonga's ეროვნული ჰიმნი. Ladies and gentlemen, the national anthem of Tonga. საკმაოდ ჰიმნი იყო ტონგას ეროვნულ მოტივებზე, ფოლკლორულ მოტივებზე დაფუძნებული. ახლა კი ტრადიციული სურათი. საქართველოს ეროვნულ ჰიმნს გივი ჭიჭინაძე შეასრულებს. საქართველოს ეროვნული ჰიმნი. Ladies and gentlemen, the national anthem of Georgia.
ეს სასიამოვნო ფორმალობაც დამთავრდა. მე ისე შევატყვე, რომ უკანა ხაზი უფრო აქტიური იყო ჰიმნის შესრულებისას, ვიდრე შეკინება კაჭარავა და შარიქაძე პირდაპირ ბოლო ხმაზე ამოთქვამდნენ იმ ტივილსა და სიხარულს, რასაც ეს მატჩი მათ ანიჭებს. ეხლა კი ზღვის არწივების, რაც ტონგას ნაკრების ზედმეტსახელია, საბრძოლოდ ცეკვა და მისალმება ამავდროულად ციპიტაუ. The Sipitao, which honors its country's history and represents the team as warriors ready to fight. Please respect the Sipitao. ყველაზე სისხლის ამაჩქროლებელი სპორტი. ასეთ რაღაცას სხვაგან ვერსად ვერ ნახავ. აუთ არ შემიძლია რომ არ თქვა უბრალოდ ამ სიპიტაუზე და საბრძოლო ცეკვებზე ერთი სიტყვა მხოლოდ გაჩნდა ამ სოციალურ ქსელებში ვიდეო რგოლიც კი რომ არ დაუსტვინოთ სიპიტაუს. წარმოუდგენელია მე მგონი ჩვენთვის სამარცხვინოც კი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი გაფრთხილების საჭიროება. მაგრამ ისე მოხდა რომ სამოას შემდეგ აუცილებელი გახდა ასეთი ზომის მიღება და ძალიან სამწუხაროა. როგორც ჩვეულებრივი ფოლკლორის ნაწილია, ისევე როგორც ამათ სიპიტაუ აქვს, ჩვენ დიმპიტაუ გვაქვს და ახლოებით იგივეა. აი ეს არის ფორუმს რო დაუსტვინონ და მისალმება და ძალიან კარგი მარკეტინგის ხერხი, აგრეთვე რაგბის ავიზიტო ბარათია ასეთი მისალმებები თამაშის. ეს ძალიან ძვირფასი რამაა, ერთ-ერთი მარგალიტი რაგბისი და მისი პატივცემულობა ნამდვილად ჩვენ სასარგებლოდ არ მეტყველებს. კურტ მორათი ბურთით 10 ნომერი, სანამ თამაში დაიწყება უცბად მოგახსენებთ რომ ტონგის ნაკრების საშუალო ასაკი 29 წელია, როდესაც ჩვენი ნაკრების საშუალო ასაკი სულ 26 წელია, შესაბამისად ბევრად უფრო ახალგაზრდული გუნდით უხდებით, იმედია უფრო ენერგიულითაც, მაგრამ გამოცდილება ასე ვთქვათ მათ ხარეზეა. დაიწყო თამაში, მიიღო ხმალაძემ და დაუბრუნა ფეხითვე აუტისკენ დაკრა სადღაც ცენტრალურ ხაზთან ახლოს გადავიდა ბურთი. დერეფანს შემოაგდებენ დერეფანში უფრო სწორედ ბურთს შემოაგდებენ სტუმრები. ჩვენ კი თავის დაცვა მოგწევს პირველივე წუთებიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლუკა ამ მატჩში თავსწორედ რომ თავის დაცვა პირველ წუთებში. პირველი საერთოდ ოკეანელებს უყვართ პირველივე წუთებიდან ძალიან ისეთი ხისტი მიძალება, აქტიური სწრაფი ცდილობენ რომ აი დათრგუნონ მეტოქე პირველივე წუთებში, ამიტომ აი ამას უნდა გავუძლოთ რაც შეიძლება და რაც შეიძლება ნაკლები ქულა მივიღოთ და თუ საერთოდ არ მივიღებთ ხომ გადასარევია პირველი დარტყმა კარგად დახვდნენ პირველ დარტყმას მოთამაშეები და ახლა ვიკო ყოლელიშვილმა ცოტა გაახანა, მაგრამ მაინც გააჩერა ბოლოს იქით ფლანგზე თავისი ვიზავი. ირაკლი მაჩხანელის ესე ვთქვათ სავიზიტო ბოჭო აიყო იქით შეაჩერა შეტევა. კიდევ ერთი კარგი დახვედრა მეტოქეს ახლოს დაარტყეს და ახლა უკვე გაშალეს. მათად გაშლას რა თქმა უნდა ხშირად ბევრჯერ ვნახავთ ამ შეხვედრაში, აი კოლექტიური დაცვა, რაც ერთ-ერთი უმთავრესია და ბოჭვის არეალის გაკონტროლება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აქ ბურთი მოუგეთ, მე როგორც მივხვდი მიწაზე თამაში ვიყოჩაღეთ, ბეგაძე ბურთთან გადააწოდა ხმალაძეს, ხმალაძემ ისევ ფეხით. აი ეს რამდენად გამართლებულია მოედანში ბურთის დარტყმა ისეთი მოთამაშეებისთვის, როგორიც არის ლილო, ჰალაფონუა, ვაინაკოვო და დავჯარიმდით კიდეც. სახიფათოა უბრალოდ იმდენად სწრაფები, მოქნილები, ფიზიკურად ძლიერები არიან, რომ ესე ხელში ჩაგდება ბურთის ნამდვილად არ არის გამართლებული. ნამდვილად ჯობია ისევ დაბალი ბურთი წავიდეს, რომელიც მოედანში ჩავარდება და ბოლო რაღაცა პრობლემას მაინც შექმნის დასაუფლებლად, ვიდრე ის რომ პირდაპირ ხელში ჩაუგდო ან უბრძოლველად. აი ეს არის დამფუძნებელი. როდესაც არც მიყოლა არც არავინ მიყვება ასე ვთქვათ მაღლა წეულ ბურთს. ესეთ გუნდებთან უკვე ნახეთ როგორ გაშალეს ბურთი ძალიან სწრაფად და კარგად ზუსტი გადაცემებით. აგრესიული და სტრუქტურულად გამართული დაცვა არის, ასე ვთქვათ წამალი, რითიც შეიძლება რომ დაუპირისპირდე ამ სტილით მოთამაშე გუნდს. ამის გამოცდილება ორი გვაქვს. ჩვენ ერთხელ ფიჯის ვეთამაშეთ თბილისის სამწუხაროდ მაშინ ვერ მოვაკეთებია, მაგრამ აი სამოასთან უკვე დადებითი მაგალითი გვაქვს, ასე ვთქვათ. გაიშალა შორი პასი 8 ნომერზე.
მაჰუფუ ბურთით კარგად შევიდა 22 მეტრიანი ზოლთან გაჩერდა უბრალოდ გააჩერეს შემდეგ ალიკა ლუტუი უტევს შემდეგ კიპერს გადააწოდეს ბურთი შერკინება ცდილობს არ ამგონია ამაში რამე დაუთმოთ აი სწრაფად შეტევის მიმართულების შეცვლა ერთი-ერთზე ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვითამაშებთ ერთი-ერთზე ისინი ასეთი ოფლოუდია კარგი იქნება თუ კიდეზე გადავდენით თუმცა არ ამგონია ბურთის გაჭედვაც არ არის ურიგო რატომ არ ამგონია ძალიან შესაძლებელია კიდეზე აქ ჩქარა შემოგდებას ფიქრობდა ლევან დათუნაშვილი მაგრამ გადაიფიქრა რაც მატჩი დაიწყო ბურთი ჩვენ პრაქტიკულად არ გქონია იმიტომაც ვამბობდი ზუსტად რომ ეს არის საერთოდ მეზოთა ტაქტიკა ამ სამი გუნდის სამუა ტონგა ფიჯი მათ უყვართ პირველივე წუთებიდან აი მთელი ენერგიის შეხლა ასე ვთქვათ მეტოქეზე რომ თავიდანვე მოიპოვონ უპირატესობა რადგანაც მათი თამაში შემდეგ ირევა ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს სტრუქტურა ერევა რაღაც დროის მერე რა თქმა უნდა როგორც ვთქვათ პირველი ხუთეულის გუნდები მთელი თამაშის მანძილზე ვერ ახერხებენ ესეთ გამართულ თამაშს მაგრამ აი ეს შეცდომა რომელიც არავის არ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ აქ ძელი გადაცემა თუმცა ბურთი კიდე კარგი რომ არ მიუვიდა შესანიშნავი იყო კარგი დაცვა ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მომენტი გადავარჩინეთ ახლა თუნდაც წესების დარღვევით იქ ხელი ჩაარტყა ერთ-ერთმა თამაში მაგრამ ამ მომენტმა შეიძლება ითქვას რომ 100%-იან ლელოს გადაგვარჩინა რომ არ ჩაერტყა ის ჩაჭრა რომ თან ისე გადავრჩით რომ არც ჯარიმას არ დაინიშნა სწორედ ამის თქმა მინდოდა ბურთზე ხელის ჩარტყმა ანუ შეტევის ჩაშლა არ შეიძლება მაგრამ საჭმა გადაწყვიტა რომ ქართველი მოთამაშე იქ ბურთის დასაჭერად ირჯებოდა და არა შეტევის ჩაჭრას ცდილობდა და არა ჩარტყმას ამიტომ გადავრჩით თორე სამი ქულა პრაქტიკულად გარანტირებული იქნებოდა ახოთ მათმა კაპიტანმა ნილატუ აი შერკინება მატჩის პირველი ძალიან საინტერესოა ეს არის ის კომპონენტი სადაც ყველა ველით რომ ჩვენ გვექნება უპირატესობა თუმცა ტონგა შემადგენლობას თუ გადავხედავთ საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობს მათი მთელი ვაკაცი კარგადაც დაგვიდგნენ მოიგეს თავის ბურთი და გვიტევენ ხელდახელ 9 ნომერი ძალიან კარგად კარგი ისე თავდაჯერებულად ამოაგდო რომ აუცილებლად მის გუნდს უნდა ჩავარდნოდა ხელში მაგრამ ესეც არ იყო და ბეგაძემ ძალიან კარგად მოიგერია აქ მოედნის ცენტრამდე ამოიტანა ბურთი მიხვდა რომ რადგანაც ტონგა შეტევაში იმყოფებოდა აუცილებლად მათი უკანა ხაზელებიც წინ იქნებოდნენ ამოწეულები და იპოვა ცარიელი ადგილი მოედანს დერეფანიდო ტონგელებისაა სადღაც ცენტრალურ ხაზთან 5 მეტრში ჩვენ ნახევარზე ალეკი ლუტუი არასრული დერეფანი დააყენეს ტონგელებმა და აი ვინც დააგდა იმო ამოთამაშეს აქ დაარტყეს ცენტრალურ ხაზთან ახლოს დაცვა კარგია შეცდომებს ტონგელებს უშუალოდ აუცილებლად უნდა ჩავხუროთ ისე რომ უბრალოდ ვერცი 1 სანტიმეტრითაც ვერ წაიწიოთ წინ მაგრამ არა ესე არა ჯარიმის ხარჯზე ყველაფერი ძალიან კარგად იყო აი ამ მომენტამდე ვიდრე წესები დაირღვა დაცვა ჯერჯერობით დაალაგებულია რა თქმა უნდა ჩვენ ისიც ვთქვით რომ ტონგელებს სტრუქტურა ერევათ ასე ვთქვათ მატჩის მეორე ნახევრის მიწურულისკენ ვთქვათ ბოლო 20 წუთი მათ უჭირთ მაგრამ ესეთი დაცვა ღლის დამცველსაც რა თქმა უნდა და ეს სტრუქტურაც დაირღვევა ჩვენი ბურთი ჩვენ თუ არ მოვიგდეთ ხელში აუცილებლად რაღაცა უკვე უნდა გაკეთდეს მე მგონი დროა პირველი შეტევითი ოპერაციისთვის stay no move stay ჯერბუთი ისევ მეტოქისაა ისევ ალეკი უტვი 36 წლის მორაგბე ისიც უნდა ითქვას რომ ამორაგბეს ჩვენთან თბილისში ლელო აქვს საქართველოს ნაკრებისთვის დადებული თუმცა ამაზე მოგვიანებით აქ სად ჩამოაყვა გაუყოლობა მცირე გუნდის კაპიტანი ნილილატუ შეუბოჭეთ აგრესიული დაცვა და ფეხით გადაკიდეს იმ იმედით რომ ვერ დახდებოდა მას და მართლა რაღაცა გაუთვალისწინებელი მოხდა მერაბ-კირიკაშვილი ძალიან ადგილზე წაიქცა ერთია მაინც სასიკეთოდ ისე დამთავრდა რომ ჩვენ სასიკეთოდ გადავიდა და მეტოქეს არ ჩაუვარდა ხელში თუმცა ტონგა შემოაგდებს ისევ დერეფნიდან ბურთს აქ მეკოს უბრალოდ ფეხი აუსტრიალდა და ვერ მოახერხა ბურთის მოგერიება ასე ვთქვათ აი ისევ ჩვენ 22 მეტრიან ზონასთან თამაში მე კი შეგახსენებთ აი ავარდეს ეს მე მგონი არასწორად თუდაც იყო შემოგდებული არა კარგი ათამაშებს მაინცაჯი
ხარი შეკავდა დაუძრეს თუმცა წინ იყო გადაცემა და აი სანამ ეს შეკინება გაიმართება მე გეტყვით რომ რაგბის კავშირი მადლობას უხდის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისთვის საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია VTB ბანკი სპონსორები არიან ნატახტარი კავკასიის ონლაინი ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია თეთის პეტროლიუმ ლიმიტედი საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორები არიან ბორჯომი და TBC სინემა. მედია პარტნიორები გახლავენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიოები აფხაზეთის ხმა, კომერსანტი, პალიტრა და სპორტული გაზეთი ლელო. ამასობაში შერკინებებიც მოეწყო ბეგაძია ბურთით. არა, რაღაცით უკმაყოფილოა მსაჯი ალბათ. ოდნავ დააშორებს პირველ ხაზებს ერთმანეთს სავარაუდოდ ან დაახლოვებს პირიქით. ედოთ ორიგინალური ვარცხნილობა აქვს ტევი და აილაუს. შვენიერი კი. უფრო ზუსტით და მეტი ასე თქვა პედანტურობით აყენებს მსაჯი ამ შერკინებას რომ არაფერი ხარვეზი არ იყოს და ყველაფერი კარგად დასრულდეს და ყველაფერი კარგად სრულდება ჩვენთვის იმიტომ რომ ვაწვევით მოვიპოვეთ უპირატესობა ჯარიმის შეგვიძლია ვითამაშოთ მაგრამ არ ღირს აქედან შეტევა რა თქმა უნდა ჯობია ბურთი ავიღოთ გადავიტანოთ მეტოქის ნახევარზე და უკვე იქიდან ვცადოთ პირველი შეტევის პირველი რაღაცა არსებითის განხორციელება რადგანაც ჯერჯერობით მხოლოდ ჩაშლაზე ვთამაშობ ესეც მნიშვნელოვანია მაგრამ მხოლოდ ჩაშლით თამაშს ვერ მოიგებ ეს სწორედ პირველი კიდეზე მერაბ კვირიკაშვილი უყავს კარგად შორს დაარტყა გადავა თუ არა ბურთი გადავიდა ძალიან კარგი დარტყმა ჩაუგდე ხელში მეტოქეს მაგრამ ეს უკვე მოედნის მიღმა იყო და პირველი შანსი რომ რეალურად რაღაც შეტევა განვახორციელოთ ბურთი გადავიდა 22 მეტრიან ზონა მეტოქის 22 მეტრიან ხაზთან ახლოს უბრალოდ Z ხაზზევე გაიმართება დერეფანი შალვა მამუკაშვილი ბურთით რომელიც ашკარად მომატებული აქვს ფიზიკური კონდიციები მას ფერადაც ინგლისში წავიდა კარგადაც ააგდო მოვიგეთ და ხელდახელ ვუტევთ დაიშალა შარიქაძე და კაჭარავა ეს არავითარი შეეშლება დაჯახებისას და უპირატესობის შექმნისას ახლა უბრალოდ გამოსავალი ვერ მონახა ბეგაძემ და თავადვე შევიდა მთავარია რომ ბურთი შენარჩუნდეს და ასეც ხდება შემდეგ ვიტო პოლელიშვილი იქვე დაარტყა ბევრი ვერაფერი გააკეთა მაგრამ ბურთი ნარჩუნებს და კუბრიაშვილი მარტოა სასტრაფოდ ჭირდება მიხმარება ეხმარებიან კიდეც და ბურთი ჩვენია გაიშალა თამაში გაიშალა და თავადვე შეუტია თავადვე კარგად დაინახა ის პატარა ხრელი რომელიც დატოვეს დაცვაში ტონგელებმა პოლელიშვილი კიდე წაწია რამდენიმე სანტიმეტრით ბურთი წინ კარგია ეს წაფწაფი შეტევები კიდევ ერთი დარტყმა ხილაიშვილი უტყავდა თამაშგარე მდგომარეობიდან ითამაშეს ტონგელებმა და ჯარიმის უპირატესობა გვაქვს სამი ქულის აღების უფლება უკვე გვაქვს და თითქმის გარანტირებულით რადგანაც ძალიან ახლოს ვართ მეტოქის კართან და კარგ დასაქმნელ პოზიციაში მგონი რომ ასეც იქნება მერაბ კვირიკაშვილი ამ სამკულას მოუტანს თავის გუნდზე ანგარიშს საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გახსნის. აქ მგონი მაღალ ბოჭვაზე მიუთითებს საჯი და არა მეცეს მომეჩვენა რომ სწორედ ცუდად შევიდნენ კონტაქტში თხილაიშვილთან, აი სწორედ ამას აჩვენებს. არა ეს ბინგოა. ეს ჩხაიძეა. აი განმეორებით ვნახავთ ყველაფერს და კარგად დაინახა ხმალაძემ ის პატარა მონაკვეთი სადაც გაძვრა კიდე სიტკნის მიეხმარა მერე მას შარიქაძე და მაჩხანელი. ვიტომ სწრაფად შეუტია. ოდნავ განზე გავიდა და შემდეგ დაეჯახა უკვე მეტოქეს და აი ახლა როდესაც მამუკაშვილმა მოითხოვა ახლოს დარტყმა ხილაიშვილს ეს მაღლა იყო თუ არა არ ვიცი მაგრამ აშკარად ხელების გარეშე მხრით ბოჭვა იყო არა ხილაიშვილი ამ ეპიზოდში კარგად გადარჩა არაფერი დაიმართა ტრავმა კი შემდეგ ჩხაიძემ მიიღო მერაბ კვირიკაშვილი ბურთთან და არც თუ ისე რთული პოზიციიდან არ დავთარსოთ მაგრამ დიდი ალბათობით წინ გავა საქართველოს ნაკრები. არა, აქედან აცილება უბრალოდ დანაშაულია. არა, რა თქმა უნდა, მეტო ამ დანაშაულს არ ჩაიდეს და მე-12 წუთზე საქართველოს ნაკრები ტონგას წინააღმდეგ დაწინაურდა 3-0. კარგი არის ის, რომ 12 წუთიდან 10 წუთი ტონგა გვიტევდა და მათ მხარეს ტაბლოზე 0 ქულა, ხოლო 2 წუთი შეუტიეთ და 3 ქულა. ის რაც მოგახსენებთ ზუსტად მოახერხა ჩვენმა გუნდმა იმ პირველი ტალღის გაძლება
შემდეგ გადავიდა და ძალიან რაციონალურად ის სამი ქულა აიღო, რომელიც ასე ესაჭიროებოდა. ახლა უკვე მეორე ტალღა დაიწყება. მე ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ახლა ცოტა ხანში მაინც მოიგერია ლაშახმალაძემ. კიდევ უფრო უკეთესად ვიდრე პირველად მოიგერია, უკვე ცენტრამდე ამოიტანა, მაშინ თუ 40 მეტრიან ხასთან იყო და გადააცილა კიდეც. საინტერესოა რატო ურტყავს მეორედ შეიყვანეს უკვე ბურთში თამაში ტონგელებმა, კურტ მორათმა და ორივეჯერ პრაქტიკულად ხმალაძეზე დაკიდა, რომელიც ყველამ ვიცით რომ ფეხით ძალიან კარგად თამაშობს, გუნდის 10 ნომერი ალბათ. არ ვიცი, შეიძლება იმის გაკეთება, რომ ბურთს ვერ დაიჭერს, ან ინერვიულებს თუ რა, ვერ გეტყვით. რატომ ურტყავს ერთ ძა და იმავე წერტილში? აკარგეს, მოუგეთ დერეფანი, მამუკაშვილი. აქ არავის რა თქმა უნდა პასს არ მიცემს, თავად დახრისთავს და შევა, ასეც გააკეთა. შემდეგ ბეგაძე ვიტო კოლელიშვილი ბურთის პირველი მიმღები აქედან და ახლა უკვე ხმალაძე ითხოვს ბურთს, მიიღებს და ფეხით თამაში, რომელსაც კაჭარავა და შარიქაძე მისდევენ მთელი მონდომებით. ბურთი დაუვარდა ტონგელებს. დაუშვეს შეცდომა ტონგელებმა, თუმცა ვერ გამოვიდა. კვირიკაშვილი მოაქვს კონტრიერიში. შეხედა კარგად სად იყო, ყველა პოზიცია ამოკეტილი იყო და დაარტყა მაღალი. აი ეს უკვე ნამდვილად გამართლებული იყო, იმიტომ რომ უბრალოდ იქ პოზიციური დარტყმა აღარ გამოდიოდა, ხმალაძე ადგილზეა. კარგადაც თამაშობს და დააბრუნებს ბურთს. აი ეს დარტყმა ცოტა სიმართლე ას დიაგონალური დარტყმა რამდენად გამართლებული იყო, მაგრამ დაცვა არის, დაცვა ადგილზეა და კვირიკაშვილიც ზურგს ამაგრებს, თუმცა არა ეს. საბოლოო ჯამში ეს ნერვიული ფონი მოდი ვთქვათ რომ იქაც ფიგურირებს მოედანზეც და ჩვენთანაც. ეს მცირე პინგ-პონგი ასე ვთქვათ დასრულდა საბოლოო ჯამში ტონგელებისთვის ასარგებლოდ, რადგან ჩვენ 22 მეტრიან ზონასთან აქვს დერეფნის მოწოდების შანსი. არადა თავიდან პირველი ორი აკიდება ნამდვილად კაი იყო, იქვე რომ გაკეთებული იყო ბოჭვა და მეტოქის ნახევარზე გვეთამაშა, საბოლოო ჯამში მაინც ტონგელები ჩვენ 22 მეტრიან ზონაში. ორმა დაკიდებამ, ორმა მაღალმა აბრაგანმა, როგორც ჩვენ ვეძახით, თავისი მიყოლით გამოაჩინა ის, რომ არც თუ საიმედოდ თამაშობენ საბრძოლო ბურთებზე ჰაერში ტონგელები, ეს ორი შემთხვევა იყო მხოლოდ, მე ვერ განვაზოგადებ, ასე რომ შეიძლებაც და მაგრამ თავარია ეს კარგად დავიწვა თავი და შესანიშნავად ვიწევთ ისე რომ ჩაუვარდა ბურთი შარიქაძეს და გამოვიდა 22 მეტრიანი ზონიდან. ახლა აუცილებლად ბურთი მოედანში უნდა დარჩეს, აუცილებლად აღარ შეიძლება დარჩა კიდეც და ჩაუვარდა ტონგელთა რანომერია ეს 15 ნომერი ლილო ისევ ცუდი გადაცემა ლატუზე უკან გადაუვარდა შესანიშნავი იყო ვიტო. თუმცა ჯარიმა დაგვაჯარიმა საჯმა იმახლე გითხრათ ამ შემთხვევაში ვერ მივხვდი ისთვის იყო ჯარიმა. ჩვენ კაპიტანს განუმარტა რაზეც დაუჯარიმთ და აი ეს ვიმყოფინოთ ამ ეტაპზე. აი ვითომ ეს იყო ჯარიმა? წაქცეულ კაცზე ბოჭვა შეიძლება ამაზე დააჯარიმოთ. ალბათ უფრო ამაზე. არა ეს ბოჭვაზე მეტად რაღაც ინერციით დაჯახება იყო, ანუ ბურთზეც ითამაშებდა ვიტო, უბრალოდ სწრაფად მიყვებოდა და აღარ მოასწროთ შეჩერება. ხო, ალბათ უფრო გამართლებული იქნებოდა, გაჩერებული იყო და ბურთზე ჩასულიყო, ის უკვე უძლური იქნებოდა ის დავარნილი მოთამაშე, ბურთისთვის ხელი უნდა გაეშვა და უკვე პირიქით წავიდოდა ჯარიმი, მაგრამ რაც არის, ეს არის. ახლა ტონგელები უტევენ, მათი 10 ნომერი 13 ნომერს ცენტრს აკანს ბურთს, ეს გახლავთ კილკაუ, რომელიც ინარჩუნებს და ისევ აქეთ მათი შეტევის მარჯვენა ფლანგზე გრძელდება იერიში. ისევ კარგავენ. აშკარაა ის, რომ არ არის კარგად ორგანიზებული ტონგას გუნდი. ყოველ შემთხვევაში პირველ წუთებში და ამის გამოყენება შეიძლება. ახლა თავადვე, რა თქმა უნდა, თავადვე გარისკავს და საკმაოდ იოლადაც გასდა ირაკლი მაჩხანელს. შემდეგ ვიტომ ისეთი ბოჭვა გაუკეთა, რომ წინ გადააგდებინა ბურთი ვიქტორ კოლელიშვილმა. ჰალაიფონუამ ერთი მოძრაობით ჩამოიტოვა 1-1-ზე ირაკლი მაჩხანელი, რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ 1-1-ზე უკან ხაზელის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთული საქმეა. მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც საქმე მიდგა კოლექტიურ დაცვაზე, აქ უკვე ყველაფერი წესრიგში იყო. თითქოს სწორედ შევიდა ჰავაი ფონუა კონტაქტში, მაგრამ დავა აღმარცხნავს, როგორც იტყვიან, ვიქტორ კოლელიშვილთან ეს ნომერი არ გაუიდოდა მას. რახან ვიქტორ კოლელიშვილი ვახსენეთ და მესამე ხაზს მივადექით, მოდი ისე ვთქვათ, რომ მამუკა გორგოძე გვაკლია, ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე ჩვენი ნაკრებისა და
საერთოდ ქართული რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, მაგრამ არა უშავს, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო ყოფილიყო და ჩვენ მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ, მაგრამ ეს გამოჩნდაც უნდა ჩააბაროს საქართველოს ნაკრებმა, მის გარეშე თამაში უნდა შეიძლება სხვა რაღაცები გამოჩნდეს ისეთი რაც დაუშვათ მომდას ყოფილიყოს ვერ გამოჩნდებოდა. ამიტომ მე მგონი რომ საქართველოს ნაკრები უნდა გაუმკლავდეს ამ სირთულეს. გაუკარგეთ ბურთი ძალიან ცუდად, ისე რომ დაცვაში პრაქტიკულად არ ვარ. და აი ახლა არის მთელი თავგანწირვა საიმისოდ რომ ეს შეტევა როგორღაც გამოვიღოთ და როგორღაც გადაურჩეთ ლელოს. მე მგონი ჯერჯერობით მოვახერხეთ დაცვა უკვე დაალაგდა, კინაღამ გაეპარათ რაგთან ახლოს ერთი ტონგელი, მაგრამ შემდეგ უკანაშენია ეს მეორე აკეთა ხმალაძე, გრძელდება ტონგელების შეტევა, მიქაუტაძე ეჭიდავება მათ. მოკლე დარტყმებით ისევ კოლეშულმა გააკეთა ბოჭვა. აი ეს მეორე ტალღა რომელზეც თამაშგარე მდგომარეობაში იყო მამუკაშვილი და დავჯარით. მოდი ასე ვთქვათ, იმიდან გამომდინარე რა სიტუაციაც იყო შექმნილი და რა უპირატესობაც ჰქონდათ ტონგელებს შეტევის მარცხენა ფლანგზე, ეს არის იდეალური გამოსავალი ჩვენთვის, იდეალური არა რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო. ჯარი მხოლოდ ჯარიმა, ისიც კი საკმაოდ შორს კარიდან, მაგრამ სამი ქულა არ აწყობთ ტონგელებს როგორც ჩანს, ისინი გვაბანკზე მიდიან და ბურთს აუჩი ურტყამენ, რათა დერეფანი ისინი ხვდებიან ახლა რომ გამოიყენონ. ასე ვთქვათ, რამენაირად გასაღები თუ არ უპოვეს ქართველების ამ ორგანიზებულ დაცვას მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან გაუჭირდებათ და მხოლოდ ეს სამი ქულით ამიტომ არ დაკმაყოფილდნენ, თორე ლოგიკურად ჯერ მხოლოდ მე-19 წუთია პირველი ტაიმის 3-3 შვენიერი ანგარიში უნდა ყოფილიყო მათთვის. მიქაუტაძე კონსტანტინე თქვენს ეკრანებზე. კი ბატონო, იმანაც კარგად იბრძოლა ამ შეხვედრაში, ამ შემთხვევაში, ამ ეპიზოდში და დაუხდა მეტოქის მიძალებას. აი ეს მეორე ტალღა, რომელზეც ვლაპარაკობდი, ახლა კიდევ ერთხელ ცდიან ტონგელები, რომ რაღაცნაირად გატეხონ ეს დაცვა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, პირველ რიგში ალბათ. და ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ჩვენმა გუნდმა კარგად უნდა ჩაატაროს. აქ ბურთით არის გუნდის კაპიტანი ნილი ლატო, რომელიც ძალიან აქტიურია, ერთ-ერთი მოთამაშეთაგანია, რომელიც ხშირად ფლობს ბურთს. ესე არა მგონია რომ რამე გამოუვიდეთ, pick and go ჩვენი მოგონილია, არა ცოტა დააკლდა ბურთი რომ გადაედო, არ იყო მანძილი. კიდევ ერთი მიძალება, ცენტრისკენ წამოვიდნენ და აი ახლა ალბათ გაიშლება, არა, კიდევ ერთი დარტყმა ოღონდ ოდნავ მოშორებით რაკიდან და შარიქაძე ძალიან კარგად დაუხდა აქ. შარიქაძე მიცის, როდის უნდა გააკეთოს ეს თავგანწირული ბოჭები და აკეთებს კიდეც. აქ თითქმის გაგვიძრა, თუმცა ხმალაძემ მოახერხა შებოჭვა მათი ვარდნერი. წავართვით ბურთი მიწაზე ისევ კარგად თამაშობდა. თამაში თუ არ ვწდები ამ ზედახურაში ვერ დავინახე, მაგრამ თუ არ ვწდები ნარიაშვილი იყო ან კაჭარავა, ერთად ჩავარდნენ ისინი ამ ბურთზე და შემდეგ რომელიღაცამ კაჭარავას ულოცავენ. კი, კაჭარავას ულოცავენ, ესე იგი ის იყო, მისგან ეს პირველი არ არის და არც უკანასკნელი დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს ეპიზოდიც კარგად ჩავამთავრეთ. კაჭარავასი მე მახსოვს და ალბათ არასდროს არ დამავიწყდება, როდესაც სამოა დაჯარიმდა ჩვენთან ბოლო წუთზე, სწორედ იგი იყო ბურთს ჩამჯდარი. კი, ნამდვილად მან დაასრულა ეს გაუთავებელი უსაშველო შეტევა, რომელიც რამდენი ხანი გრძელდებოდა. ამიტომ ალკოჰოლეთში ნამდვილად ძლიერია მიწაზე თამაში რატო კაჭარავა. ცირე პაუზა აქვს. ამ პაუზის მანძილზე მოგახსენებთ იმას, რომ ტონგას ნაკრებთან ჩვენ არ ესე ვთქვათ დიდი ისტორია არ გვაკავშირებს, თუმცა ისეც არ არის, რომ საერთოდ ნათამაშები არ გქონდეს. ეპიზოდი შეგვიძლია ვნახოთ და მე გააგრძელე შენი აზრი. და გაუკეთა ბოჭვა კაჭარავა ბურთზე ხედავთ. კი და ეხმარება ნარიაშვილი. გააგრძელე საინტერესო ორჯერ ვეთამაშეთ ტონგას 1999 წელს, ეს იყო 6 მარტს და 28 მარტს. 6 მარტს ტონგას სამეფოში იყო თამაში, სადაც კიდევ ლოჯისტიკური პრობლემები ჰქონდა საქართველოს ნაკრებს, ვითამაშეთ უმწვრთნელოდ და 31 ქულით წავაგეთ 37-ით 6 თუ არ ვწდები. ხოლო საქართველოში უკვე 1 ქულით ეროვნულ სტადიონზე ბორის პაიჭეძის სახელობით მოუგეთ 28-27. საბოლოო ჯამში ეს იყო რეპერშაჟის შესარჩევი მსოფლიო თასის და ვიცით რომ 1999 წელს საქართველოს ნაკრები იქ ვერ მოხვდა სწორედ ამ ანგარიშების გამო.
თუმცა მაინც ყაია რომ ერთით-ერთია ეს მთლიანობაში ანგარიში და ძალიან კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ წინ გავალთ დღეს და მე კიდევ უფრო წინ გავალთ, როდესაც მსოფლიო თასზე შევხვდებით. ის ისტორია, როდესაც 99 წელს ტონგაში ჩვენი ნაკრები და მისი მთავარი მწვრთნელი გირაოში დატოვეს ფიჯიზე. გარკვეული უსაფრთხოების გამო მოწყვეტილა ვთქვა. აქტიურად თელმა ქალაქმა იცის უკვე არაჩასო ტანკების ამბავითა ყველა მიცის უკვე ბურთგლას გურამ მოდებაძის ისტორია ამ არაჩვეულებრივი ადამიანისა, რომელიც იმ დროს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ნაკი შეკინებას ისეული გურამ მოდებაძე. ნაკი შეკინებას კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ პედანტურად აყენებს ფრანგი მსაჯი პასკალ გოზერი. მეგაძეა ბურთთან. ახლა აქ ძალიან კარგი იქნება თუ დაჯარიმდებიან ტონგელები, კარგად მივაწევთ დავძარით. დატრიალდასავით ალბათ. დაჯარიმდნენ კიდეც. ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი. და ცირე შეხვა შემოხვა, ცირე იმედია და ამ ცირეთი შემოიფარგლება. ის უბრალოდ რაღაც შეძახილები იყო ქართველების მხრიდან, რომელიც იმან გამოიწვია, რომ ასე ვთქვათ, მათმა დომინირებამ გამოიწვია ტონგელთა შერკინებაზე. ეს დიდად არ გაუხარდათ ტონგელებს. თირე ხელისკვრა და დაჯგური იყო, ბევრი არაფერი. ერამ კვირიკაშვილი ბურთი. როგორც მე საჯის ჟესტ მივადევნე თვალი, ეს იყო ადგომა პირველ ხაზელის და როგორ გადააჩინა ახლა ხალაიფონუამ ეს ბურთი პირდაპირ საოცრება. ვაინაკოლო ძალიან სახიფათო მოთამაშეა ეს. ინგლისში თამაშობს ექსეტერ ჩიფსის მორაგბე, ხედავთ სადამდე ამოიტანა ბურთი, გრძელდება ტონგელების შეტევა. კაჭარავას ძალიან კარგი ბოჭვა. პირდაპირ ბურთის მიღებისასვე უკვე კონტაქტში იყო შესული. აი ახლა მამუკაშვილს ჰქონდა შანსი ამ ბურთის მოპოვების, მაგრამ ვერა გადაყარეს კარგად ტონგელებმა და აი ნახოთ ეს ბურთი საწავა თუ დაიჭირა დაიძახებს მარკ ან ჰოპ როგორც გნებავთ ეს რაგბიში მიღებული წესია თუ ბევრჯერ გაგვიმარტავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, თუ მოედნიდან დარტყმული ბურთი მიწაზე დაუცემლად დაიჭირა საკუთარ 22 მეტრიან ზონაში და ჩათვლის მოედანში, შეგიძლია დაიძახო მარკ ან ჰოპ, ან რამე ხმოვანი სიგნალი გამოსცე და თამაშში გაჩერდება მსაჯის სასვენით. ისევ კიდეზე გადაიტანა კვირიკაშვილმა, დაახლოებით 30 მეტრია ჩვენს ველომდე. და კიდევ ერთი დერეფანი ტონგელები შემოაწვდიან კვლავ. ისევ ალეკი ლუტუი რომელიც როგორც უკვე თქვი 36 წლისაა 1999 წელსაც კი თამაშობდა. საკმაოდ ხანგრძლივი კარიერა აქვს სანაკრებო 2011 წლის მერე თამაშობს პირველად ნაკრებში. კარგად მოიგეს ტონგელებმა, გაშალეს და კარგი ბოჭვას მიიღეს ვიტოპოლელიშვილი. აი გააქვავა ერთ ადგილას, შეიძლება ეს არ იყო კორპუსში და ასე ვთქვათ, უკან გადამგდები ბოჭვა, მაგრამ ძალიან ტექნიკურად კარგად შესრულებული და მძლავრად რა თქმა უნდა. ისევ შენგან ნახსენები კუკერი ვიტუი, რომელიც საკმაოდ აქტიურია კაპიტან ლატუსთან ერთად, ერთმანეთად ჟღერენ ეს გვარები. შემდეგ ბურთით არის მაილაუ. მათი 9 ნომერი ტაკულუა, კურტმორაც გადააწოდა, აქ სუმოძრაობიცადეს ხაზით გაჭრა, თუმცა დააზღვია ხმალაძემ თანაგუნდელი, მაგრამ წინ და წინ მიიწევენ ნელ-ნელა ტონგელები, ესეც უნდა ითქვას. ცოტა ხნით შეყოლდა მარცხენა შეტევის მარცხენა ფლანგზე ტონგელთა შეტევა, ტონგელთა იერიში და დასრულდა იმით, რომ საჯმა მათკენ გაიშვირა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი იქნება საჯარიმო, რომელსაც ისინი ან კარში დაარყავენ, ან სხვანაირ გამოსავალს მოუძებნიან. მოუნახეს ის გამოსავალი, რომ სამი ქულა არჩიეს ეფემერულ 7 ქულას და ლელოს, რადგანაც როგორც უკვე გამოჩნდა, არც ისე იოლი ყოფილა საქართველოს ნაკრების დალელოვება, რადგანაც ეს დაცვა, რასაც დღეს საქართველოს ნაკრები აჩვენებს, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ კუნძულელებს კარგად გამოსდით ოფლოუდებით თამაში. ერთმანეთის მიყოლა, ბურთის ამოგდება, დინამიურობის შენარჩუნება და ის, რომ ბოჭვის არეალი არის დაკონტროლებული და ხელები თავისუფალი არ აქვს და მიმყოლები არიან თავისუფალი, აი ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ტონგელთათვის. და სწორედ ამიტომაცაა ალბათ, რომ ვერ ახერხებენ
ფულების აღებას ამ მომენტამდე და იმედია ვერც ახლა მოახერხებენ, რადგანაც არც თუ იოლი ჯარიმაა ეს. მე ფიქრობ რომ წინა უფრო მომგებიანი პოზიციიდან იყო, რომელიც კიდეზე გადაიტანეს. 26 წუთი მატჩის და ტონგერს აქვს გათანაბრების შანსი. არც ისეთი თამაშობს რისკებასაც მოწინააღმდეგე გაძლევს, რა თქმა უნდა. მიხდნენ რომ არ მიწევს ძალიან ბევრი რისკებას ამ შეხვედრაში. დაარტყა მორატმა და როგორც ვთქვი 10-ლა არა გაიტანა ანგარიში გათანაბრდა 3-3 27 წუთზე. ენამ წინ გამისწრო, ასე ვთქვათ, რაც მინდოდა ის დავინახე. და მერაბ კვირიკაშვილი ბურთთან მე მგონი ასე თუ ისე აი პირველ და მეორე ასე ვთქვათ ტალღებს გავუწელით. რაღაცნაირად ახლა უკვე აქეთ უნდა წამოვიდეს უპირატესობა ეს ელემენტარულად აუცილებელია შეუძლებელია რომ გაძლო მთელი თამაში ასე დაცვაში უნდა მოვიპოვოთ ბურთი და აუცილებლად უნდა შევუტიოთ ამისთვის კი ჯერჯერობით აი ბურთის წართმევაა საჭირო რასაც ძალიან აქტიურად ცდილობენ ჩვენი მოთამაშეები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ახლა დაცვაში კიდევ დაცვაში უწევთ თამაში ბოჭვების კეთება და ნახოთ როგორ დახვდება ამ ბურთს კვირიკაშვილი 1-2 შეეშალა მაგრამ ამჯერად შვენიერი გადაწყვეტილება მიიღო ჯერ შეასრულა და შემდეგ უკვე დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო გადაიტანა მეტოქის ნახევარზე და კურტ მორატმა აღარ შემოაგდო ჩქარა აი ეს კარგი დარტყმა იყო ნამდვილად შვენიერი დარტყმა იყო არ ჩაუგდო უკანა ხაზელს ბურთი ხელში არამედ გადაიტანა აუტში და ახლა მათ იწვალონ კიდევ მეტი მანძილის დაფარვა მოუწევთ ვიდრე იგიდან სადაც ბურთი იყო საკმაოდ ბევრი დერეფანი აგდეს 8 დავთვალე მგონი უკვე ტონგელებმა და მხოლოდ ერთი მოუგეთ არც თუ ანუ კარგად მომზადებულები არიან ამ კომპონენტში კი არა ვერ ჩვენი წავაგეთ ისიც წავაგეთ მაგრამ ეს უფრო ტონგელების კარგ გარჯაზე მეტად ეს იყო თვითონ შეცდომა თირე პაუზა ხუთ კაციანი თავის ხარეს ააგდეს ნამდვილად და აი როგორც იქნა მათაც კიდე ჩვენი სიტყვები მათაც დაუშვეს შეცდომა და აი შანსი რომელზეც წეღან საუბრობდი ის რომ აუცილებლად უნდა მოახერხოთ როგორმე ამ ბურთის ხელში ჩაგდება და ახლა იმიტომ გავაკეთე ეს პაუზა რომ დავინახე ლაშა ლომიძე მოედანზე 20 ნომრით რომელმაც გიორგი ჩხაიძე შეცვალა თუ არ ვწდები თუ რა ხდება კუბრიაშვილი წამოდგა ფეხზე ლომიძე 8 ნომერზეც თამაშობს მეორე ხაზში თამაშია ჩხაიძე ადგილზე ახლა ვნახავთ მეორე ხაზელია ძირითად ამპლუით მაგრამ ვის შეცვლის ახლა ამ კონკრეტულ მომენტში მიქაუტაძე და აკუნაშვილიც მოედანზე არიან ესე იგი მესამე ხაზში უნდა შეცვალოს ვიღაცა და მე მგონი ვიტო კოილიშვილზეა საუბარია მას ვერ ხედავ სწორედ ვიტოს მაგივრად შემოსულა 7 ნომერზე ვიტოს მაგივრად ითამაშებს ლაშა ლომიძე არ ვიცი ეს სისხლის გამო მოხდა ეს შეცვლა თუ ტრავმის გამო ეს სერიოზული ტრავმის გამო მაგრამ სამწუხაროა რომ ესე ადრე ვიტოს დასვა ბეგაძე ბურთთან არა ჩავარდა პირველი ხაზები შერკინების რა თქმა უნდა ყველა ხერხით საჯმა გააჩერა თამაში და მოუხმო ტონგელთა 3 და ჩვენ პირველ ნომერებს რათა ოფისის და მიხეილ მარიაშვილს რა თქმა უნდა ტონგელები ყველა ხერხით შეეცდებიან რომ ჩვენი ეს უპირატესობა რამენაირად გააუნებელყონ მე გულისხმობ შეკინებაში მიწოლის უპირატესობას და შეიძლება ჩავარდნებითაც ასე ვთქვათ ჩაწოლაშიც გამოიხატოს როდესაც არ მიაწვევიან პირდაპირ და მიაწვევიან ოდნავ დაბლა უკვე რთულია პირველ ხაზელებისთვის თავის შემაგრება. მამაძემ საჯისგან უნდა მიიღონ უკვე ადეკვატური რეაქცია. რა თქმა უნდა რისკი ესეთი მეტალები არის მსგავსი. ისე ჩავარდა და რატომღაც ახლა უკვე პირიქით ტონგელებმა მიიღეს ეს ბურთი და ჯარიმა ჩვენ მიიღეთ ბურთი მიიღეთ და ჩვენ სამწუხარო შტაბსაც მიადევნეთ შეავლეთ თვალი მილტონ ჰეიგი და დიდიე ბესი დიდიე ფრანგი მსაჯია მწვრთნელია რომელიც შერკინებას კურირებს ასე ვთქვათ
მილტონ ჰეიგი კი თავარი მწვრთნელია ეროვნული ნაკრებისა. მილტონ ჰეიგი, რომელმაც პრეს-კონფერენციაზე ყველა გაგვახარა დღეს და ქართულად ესაუბრა ჟურნალისტებს. ეს ძალიან კარგად გამოხატავს ეს ტონგელების სამწვრთნელო შტაბი და მანა ოტაი მათი მთავარი მწვრთნელი ჰეიგზე ვსაუბრობდი. უკიდურეს მარჯვნივ კუთხეში რომელიც ზის ჩვენი ეკრანებისა ის იყო სწორედ მთავარი მწვრთნელი. ჰეიგის მიერ ქართულად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ვსაუბრობდი. ეს ძალიან კარგად გამოხატავს მის სერიოზულ დამოკიდებულებას საქმისადმი, რომ რადგანაც ქვეყანაშია მის ნაკრებს ხმის ენაც კი ისწავლა ქართული. აუცილებლად აუცილებელია ეს რა თქმა უნდა, როცა გუნდთან მუშაობ, ბევრად უფრო ადვილდება მუშაობაც და შედეგიც იმატებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სოფლიო თასისთვის ის ბევრად უფრო გააუმჯობესებს თავის თამაშს და კლავ მოусვენარი ლატუ კაპიტანი, რომელიც სულ ბურთითა, სულ უტევს, სულ გაჭრაზე არის ორიენტირებული და აი ახლა ადგილზე უნდა გავაჩერო და ვაჩერებ კიდეც. კაჭარავა შარიკაძე შესანიშნავად ირჯებიან ცენტრში. აი ეს დუეტი არაჩვეულებრივად თამაშობს კიდეზე ძალიან ჯერჯერობით დაცვაში, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად თამაშობს. აქ მეჩვენება მე რომ ტონგელები ხშირად ცდილობენ ძალისმიერ ორთაბრძოლებში გადაბრუნონ ქართველები, ეს მოკლე დარტყმები, აქ კიდეზეც მათი მეორე ხაზელი თუ არ ვხვდები ეს ტურგინეაუ იყო, აი ხედავთ. თუმცა გადავდენეთ კიდეზე. ახლა შემოსულმა ლაშა ლომიძემ მიიღო ამ ეპიზოდში აქტიური მონაწილეობა. დაუბრუნდეთ შეხვედრას, მორიგი დერეფანი ამჯერად ქართველების შევიდნენ და ალბათ აი ისიერა დავარდება ბურთი აერში. პატარა ცრუ მოძრაობა და ბოლოსკენ დერეფნის ბოლოსკენ კარგად აგდებული და მოგებული ბურთი ლევან დათუნაშვილის მიერ აგდებული მამუკაშვილის რა თქმა უნდა თავად აგდება დათუნაშვილი და ბეგაძე ახლა გამოიტანს ბურთს დაარტყავს მაღლა ჰაერში და მიყვება მას მჭედლიძე თუ არ ვცდები და მოიგებს კიდეც ბურთს ახლა კაჭარავა შორი პასი მაჩხანელს და რას გააკეთებს მაჩხანელი 4 მწოლის წინააღმდეგ რაც უნდა გააკეთა ის რაც იცის უნდა გააკეთოს ასეც უნდა გაეკეთებინოს სხვა გამოსავალი რა თქმა უნდა არ იყო დაეჯახა შეინარჩუნა ბურთი ბეგაძე სწრაფად უნდა გამოიტანოს და გამოაქვს კიდეც ხმალაძე ადგილზე იღებს და ატანს დათუნაშვილს ისიც ერთბრუნს აკეთებს და ბურთს ინარჩუნებს შემდეგ ბეგაძეა ისევ და საწინააღმდეგო მიმართულებით მოდის კვირიკაშვილი გამოტოვა მეტნი ვართ კარგად მივიდა და დაუვარდა მაჩხანელს ბურთი დაუვარდა თან ისე რომ არ გადავიდა კიდეზე და კონტრიერის იწყებენ შენგენაცვალე რა კარგ რაღაცას აპირებდა ახლა თაზონ ჭედლიძე იყო გააკეთა კიდეც ოღონდ ნაწილობრივ ბოლომდე ვერა წინ დაუვარდა ტონგელებსაც ბურთი და ჩვენი შერკინება იქნება გრძელდება თუმცა იერიში საჯი არ უსტვენს, კარგი დინამიური თამაში წავიდა ლომიძე, გაცდა ერთ მოწინააღმდეგეს, კვლავ წინ მიიწევს ფიზიკურად ძალიან ძლიერია ეს. ახალგაზრდა მორაგბე ესეც უნდა ავინიშნოს. რომის საკმაოდ ახალგაზრდა, ბურთს ვინარჩუნებთ, შიდაც, მაგრამ ახლა ესენი უნდა გააშველონ, რადგანაც მაგისტრი არ არის. ბევრად ადრე დავინახე ჭედლიძის სტარტი. რომის მოდიოდა ამ ბოჭვის გასაკეთებლად და იმედი მქონდა რომ თელი აი სილამაზით გააკეთებდა, მაგრამ კარგად დაუხდა ისიც უნდა აღნიშნოთ რომ ტონგელი კარგად დაუხდა და იმ ბოლომდე ის არ გამოვიდა რის იმედიც მქონდა. ეს იყო უკანა ხაზელი უკეთებდა ბოჭვას მორკინალს და წონაში სხვაობამაც. აი ჭედლიძე რომელიც ცოტა დარედიან და ამ დარტყმით ცოტა ხანი გაზრდაც კი იყო და შეფოწამებდა და არა აუცილებლად გასაკეთებელი ბოჭვა იყო ეს და კარგად მოიქცა რომ ზედმეტობა იყო უკვე 3 ერთზე რჩებოდნენ და აი სწორი გადაწყვეტილება მიიღო ეს ბოჭვა გუნდის კაპიტანი მაჩხანელის სტილში უფრო იყო გვახსოვს ჩვენ 2007 წელს არგენტინასთან მისი გაკეთებული ბოჭვები და შემდეგ უკვე ნამიბიასთან ასაცილო მოყვა ეს პირველ ხაზებს გაუკეთა სულაც აი ახლა გამოჩნდა ის შეცვლა რომელზეც იმედია ეს ტრავმა სერიოზული არ არის და შემდეგ მატჩებში დაეხმარება ვიტოინს იმიტომ რომ მესამე ხაზში ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ბასილაიას ტრავმა, გორგოძეს ტრავმა, აი კიდევ ერთი მიგალება რომელიც ამჯერად ჩვენი უპირატესობით დასრულდა, მაგრამ
კოლელიშვილი. აი კოლელიშვილია და ისე დგას რომ მე მგონი მოედანი დაბრუნებასაც აპირებს კაპი უჭირავს ხელში ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება სისხლთან მქონდა საქმე აიყვანეს დროებით შეუჩერეს სისხლი და ახლა დააბრუნებენ მოედანზე არა მისი ყოფნა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ის ერთ-ერთი პირველი შემჩერებელი იყო ტონგელთა შეტევების არანაირად არ ვაკრინებ ჩვენ ლომიძეს, რა თქმა უნდა, თუმცა ვიტო უფრო გამოცდილია და დღევანდელ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, რაც უფრო გამოცდილი მორაგბე ითამაშებს. ის თამაშობს საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში და სამგოლოდროს მithumetes ხშირად არის ძირითად შემადგენლობაში. კარგად ამოუგდო ახლა ბინგომ ბურთი ბინგომ გიორგი ჩხაიძეს, მაგრამ ისევ ჯარიმა, რომელიც ჩვენივე შერკინებას მოყვა. ნამდვილად ვერ ხვდები ახლა მსაჯი, ხელის უბრალოდ ხვდები ხელით, რასაც გვანახებს, რომ ხელით გაიტანეს იქ შერკინებიდან ბურთი, თუმცა ეს არ გვჭირდებოდა ჩვენ, იმიტომ რომ ვაწვებოდი და უკან ვახევინებდით ტონგელებს აშკარად. აი განმეორებით ვნახავთ, საქართველოს ნაკრები აწვება აქ. შემოდის აი ხელით შეუბრუნებია უკან ჩვენგან ახსენები ლომიძის პატარა ცოცხლი ეს გვერდიცი რომელიც გამოიჭირეს და გვერდიცი მსაჯი უკან ნახებდა აუცილებლად კი რა თქმა უნდა ამას აქედან ჩვენ კომენტატორები მეორე უღმესი მადლობა რეპორტაჟზე მომუშავე ჯგუფს და პირადად ბატონ ლევან ლეკვეიშვილს რეჟისორს რომელმაც ასე კარგად ზუსტად აღმოაჩინა ხარვეზი ჩვენი გუნდის თამაში და გვაჩვენა. სულთად ვერ მოიგეს, თუმცა ბურთი მაინც განტარჩა. ალეკი ურტუი ბურთთან ისევ ოდნავ გვერდზე გამოდის და ცდილობს რომ ეს კედელი გაარღვიოს, მაგრამ რთულია ამ კედლის გარღვევა, იმიტომ რომ კარგად არის აშენებული კალამაფონი და ისევ თუ არ ვთქვი 7 ნომერი ლატუ უნდა იყოს. ხელდახელ გვიტევენ აქ შარიქაძეს და კაჭარავაზე. ეს ნომრო მოთამაშე, რომელმაც თავის გუნდს გატანდა 7 კაცას ელემენტები კვირიკაშვილის შესრულებით, რომელიც არც თუდა დასრულდა. ეტოქე კი ჩაუგდო ბურთი, მაგრამ მანძილი მოვიგეთ, წავიწიეთ წინ, გადავედით მეტოქის ნახევარზე და მის 10 მეტრიან ზონაში მიმდინარეობს ახლა თამაში, კერძოდ რაკი, რომლიდანაც ბურთი გამოვიდა და გაკეთდა კარგი დარტყმა, რომელსაც ასევე კარგი ბოჭვა მოყვა ჩვენი მოთამაშეების მხრიდან და გაიშალა ბურთი უკვე საპირისპირო ფლანგზე აქვს ერთ-ერთ კაჭარავა ისევ ბურთზე და ძალიან კარგია ისევ კაჭარავა შარიქაძის დუეტი. შარიქაძემ გააკეთა ურთულესი ბოჭვა ნახტომში. არ მიცა მოწინააღმდეგეს გაქცევის საშუალება. პირველი ბურთთან იყო კაჭარავა და დაჯარიმდნენ კიდეს ტონგელები. კარში ძალიან რთული იქნება ამ პოზიციიდან და მე მგონი რომ მაინც გარისკავს მეკო და დაარტყა. დაუტანია მას, თუნდაც შოტლანდიასთან თუ გავიხსენებთ სოფლიო ჩემპიონატზე. შეიძლება 3 minutes ისე მივიდა ბურთის ასაღებად რომ ეპიზოდი შარიქაძემ გააკეთა კოჭში ერთი სალიფეხი მოიგდო ხელში გააჩერა და უკვე კაჭარავას აქედან ხელიდან ბურთს ვეღარავინ გამოაცლიდა ისე ჩაუჭდა ისე გემრიელად ჩავიდა ამ ბურთზე თან რა თქმა უნდა შეიძლება ფეხზე დარჩა რაც უმნიშვნელოვანესი მე კი შეგახსენებთ რომ რაგბის კავშირი მადლობას უხდის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისთვის რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი და VTB ბანკი სპონსორები არიან ლუცახარში ნატახტარი RMG Gold კავკასიის ონლაინ ავტობუსისა და გაზის საერთაშორისო კომპანია TETIS Petroleum Limited საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორები არიან ბორჯომი და TBC Cinema მედია პარტნიორები საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი, რომელზეც ახლაც ვიმყოფებით, რადიოები აფხაზეთის ხმა, კომერსანტი პალიტრა და სპორტული გაზეთი ლელო. კვირიკაშვილი უკვე მოემზადა და უკვე დაარტყა კიდეც საკმაოდ რთული ჯარიმა, რომელსაც დაარტყდა და ძალა ჰქონდა სიზუსტე, ნამდვილად ძელებს შორის მიდიოდა, მაგრამ დაარტყდა სამწუხაროდ ფრენის მანძილი. 22 მეტრიან ზონასთან ჩვენი დერეფანი იქნება. არც ეს არის ცუდი. მთავარია რომ ბურთმა ნელ-ნელა ჩვენსკენ გადმოინაცვლა და თამაშმა გადაინაცვლა მეტოქის ნახევარზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია. ახლა კი მეორე არის ამ საქმის მეორე ნახევარია შესასრულებელი, რათა ეს ბურთი უკვე კულებად გარდავსახოთ ბურთის ფლობა. მიქაუტაძე პირველ მიღებად, მაგრამ ავარდა ბოლოში და ლომიძემ პირდაპირ ხელიდან ააცალა ახლა ტონგელს. და შემდეგ გადაუვარდა ბურთი.
კარგი იყო ლომიძე საჰაერო ორთაბრძოლაში თქმის წაგებული ბურთი შემოაბრუნა და შემდეგ ისევ წავაგეთ. თავარაუდოდ აი როგორ ავარდა პირველ ტაიმს დაასრულებინებენ. შესული იყო რა კარგად მოსხიპა უცებ ჰაერში ეს ბურთი. როდის გადაუვარდა შემდეგ ბურთი? ან მას გადაუვარდა ან რომელიმე მის თანაგუნდელს. აქ უკვე ვეღარაფერს გაარჩევ რა თქმა უნდა. ერთი რაც იყო ალბათ რომ ჩაიხურა და ვერ გამოვიტანეთ ჩვენ ბურთი ბოჭვის მერე. კიდევ ერთი პაუზა. Andrew 1 minute. Gardez l'axe, je veux que vous gardiez l'axe. C'est important, il est en face de vous. შეიძლება მეორე ტაიმში შემოიყვანოს, თუმცა არა, აღარ წუთი ხო გავიგონო უკვე. მგონი აღარ გავიდა ის სტრორაც. ამისთვის სისხლის დეპოზია საჭირო. კარგია ის რომ ფეხზე იდგა აშკარად. არა, გდებს აქ აკულა. ნორსლენდის ზელანდიური კლუბის 9 ნომერი. პრაქტიკულად მთელი ტონგას ნაკრები 1000 გომორაგდებიან და თამაშობენ პროფესიონალურ გუნდებში. ზოგი საფრანგეთში ირჯება, ხოლო ძალიან დიდი ნაწილი კი ზელანდიაში. კი, ნუ ეს მათი სიახლოვე ამ ქვეყანასთან ძალიან დიდი პლუსია მას კულტურის განვითარებისთვის. და არა მარტო მათი ზელანდიური და ავსტრალიური. მე მგონი უფრო მეტად ზელანდიისთვის ის უფრო მეტ დივიდენდებს იღებს გვერდზე ამ კუნძულების. კარგად მივაწექით აქ. გოლი მოუგეთ კიდეც და ძალიან კარგი. დავჯაბნეთ აქ შერკინებაში კონგელები და ჯარიმა. აი ეს უფრო ადვილი დასაწყისია. ჩვენ ჯარიმდებით შერკინებაში ეს არის ძირითადად ტექნიკური ნიუანსები. ხოლო თუ ისინი ჯარიმდებიან ეს არის ჩვენი ძალის ხარჯზე მოპოვებული ჯარიმა. და კიდევ ერთი შანსი მერაბ კირიკაშვილს უკვე საპასუხო საპირისპირო ფლანგიდან უკეთესი პოზიცია დაახლოებით კი არა და ზუსტად 15 მეტრი კიდის ხაზიდან და დაახლოებით ალბათ 35 მეტრი კარამდე მატჩის დასრულება მე მგონი დასრულებამდე ბევრიც აღარ დარჩა ჩვენი წამზომი რა თქმა უნდა უკვე აჩვენებს რომ 41 წუთია გასული მაგრამ თავარია მსაჯის წამზომი შეიძლება დაარტყას და დასრულდეს კიდეც ეს შეხვედრა წეგან პირველი დარტყმა რომელიც მარჯვენა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან იყო განხორციელებული ოდნავ სუსტი იყო ახლა კი შევხედოთ ახოთ მაშინ ძალა არ იყო არა დაშკარად ზუსტად მიდიოდა კარისკენ იმედია სიზუსტე და ამჯერადაც არ უმტყუნებს და ძალა კი უნდა იყოს კვირიკაშვილი დარტყმა კარგად წავიდა და კარგადაც გავიდა ძელებში ზუსტად ისე რომ არანაირი ეჭვი არ გაჩენილა და ის მოხდა ზუსტად რა თქმა დასრულდა რამდარტყმით პირველი ტაიმი ჩვენი ნაკრების გამარჯვებით 6-3 შევისვენოთ ცოტა ხანით და დაუბრუნდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ძალიან საინტერესო და ძალიან დაძაბულ შეხვედრას The score is 6-3 დაიწყება მალე მატჩის მეორე ტაიმი მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოსა და ტონგას შორის პირველი ნახევარი მორჩა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ასე ვთქვათ 6-3 ბოლო წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ტაიმის მეორე ჯარიმა გაიტანა საქართველოს ნაკრებისთვის ან შეიძლება პირველ ტაიმზე ითქვას რომ იყო ძალიან დაძაბული დიდხანს იყო საქართველოს ნაკრები დაცვაში და საკმაოდ კარგადაც ირჯებოდნენ გვიანობაში სასურველი იქნება თუ ბურთი გვექნება ცოტათი უფრო ხშირად ბევრად უფრო ხშირად მე მგონი, იმიტომ რომ უკვე გადავდივართ იმ ფაზაში, როდესაც შეცდომების რაოდენობა იმატებს, მათ შორის დასვაში შეცდომების რაოდენობაც და ჯობია თუ ბურთი ჩვენ გვექნება და რაც შეიძლება დავიზღვევთ თავს ასე ვთქვათ, ერთი გაჭრილი ხაზი უკვე ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება მისი გაჩერება, დაღლილობის და ყველაფერი აი მის ფონზე. ჩვენ საუბრობდით შესვენებისას სწორედ იმ დანაკლისზე, რომელიც ეროვნულ გუნდს აქვს, რა თქმა უნდა, აქ მრავალია მათი ჩამონათვალი საკმაოდ სერიოზულია, იგივე გორგოძე, ზირაქაშვილი, კაკოვინი, ბრეგვაძე, ხინჩაგაშვილი, მაგრამ აი ორის გამოყოფა შეიძლება და ჩვენ ეს სწორედ მათზე ვისაუბრეთ, გორგოძე და ზირაქაშვილი, რომლებიც არიან ლიდერები იმ გაგებით, რომ მათ ძალიან ხშირად აქვთ ბურთი.
ისინი ძალიან ბევრ დიდ სამუშაოს აასრულებენ იმისთვის რომ ბურთი წინ წაწიონ, მოედანი მოიგონ, გაამწვავონ თამაში, გარისკონ და სწორედ აი შეიძლება ესეც აკლია საქართველოს ნაკრებს შეტევაში რაღაცა ერთგვარი რისკი უფრო ცდილობენ რომ არაფერი გააფუჭონ ვიდრე რაღაც გააკეთონ მაგრამ მე მგონი უკვე გადავდივართ იმ რეჟიმში როდესაც საქართველოს ნაკრებს მოეთხოვება შეტევაზე ფიქრი მოქმედება მეტოქის გატეხვა უკვე და ინიციატივის ხელში აღება ეს ჩემი მოსაზრებაა და შეგიძლიათ თქვენი განავითაროთ როგორიც გაგეხარდებათ. ამასობაში სტუმრები გამოვიდნენ მოედანზე, მე ძალიან მომწონს ხშირად აკეთებენ წარმოშობით ტონგელი, ან ფიჯი, ან სამოა, მოლაგბები ეს რაღაც მათ კულტურაშია. აი სანამ მოედანზე შემოვლენ ერთი წამით რო ჩაიმუხლავენ ხოლმე და თითქოს რაღაცას ლოცულობენ სანამ შემოვლენ, ან კონცენტრირებას ახდენენ მათზე. ეს მათთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენთვის ისინი მოწმენდა ხალხია, რომ არაფერი გასაკვირი ამაში არ არის და პირიქით მისასალმებელიცაა. გამოვიდნენ, წმენით გამოდიან მოედანზე. თავარია რომ წმენით გამოვიდნენ მოედანზე ჩვენი მორაგბეები, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ, მაყურებელი ოვაციით შეხვდნენ. მაყურებელი რა თქმა უნდა ოვაციით შეხვდა და მაყურებელს ვთქვათ რომ დღეს ნამდვილად არ შერცხვა და არ შეგვარწყვინა და არ შევრწყვით ყველანი ერთად მოვიდა ამ თამაშზე, ვერ ვიტყვით რომ პირთამდია სავსე, მაგრამ ნამდვილად ეს წინ გადადგმული ნაბიჯია 20-23,000 იქნება იქიდან გამომდინარე რომ 27,500 კაცს უხეშად რო ვთქვათ იტევს მოედანი პრაქტიკულად სავსეა დასავლეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნები სავსეა და მხოლოდ სამხრეთი და ჩრდილოეთი ოდნავ მეჩხერად არის ასე ვთქვათ დასახლებული მაგრამ საკმარისია ამ მატჩისთვის მე მგონი ყველაფერი კარგად არის და იაპონიასთან უფრო მეტი ხალხი მოვა განახდება ეს შეხვედრა რომელსაც მერაბ კვირიკაშვილი კადრში იხილეთ და დატკბით განაახლებს ბურთის თამაშის შეყვანით. 99-ში ტონგასთან რო თამაშობდით 30,000 კაცი იყო, მაგრამ ის იყო ეროვნულ სტადიონზე, ის მეცაც იტევს. დღეს 25-იც შვენიერია. მაღალი ბურთი აწია, მეკო მაგ შეცდომა დაუშვა ეს. ცუდად მოიგო, უფრო სწორედ ვერ მოიგო, ცუდად დაუხდა მაჰაბუ 8 ნომერი ტონგელთა. ამის შედეგად კი ის მოხდა რომ გამოვკეტეთ საკუთარ 22-ში და ახლა ფეხით დარტყმა უწევთ. არც თუ ისე კარგი და მეკო ალბათ შეიძლება არეკნითაც დაუბრუნოს ეს ბურთი აბრუნებს თუმცა არც ისე კარგად თავიდან მოეთყობა რომ ძალა აკლია ამ დარტყმას. ისევ საპასუხო გასწროლა მეკო ისევ ადგილზეა თუმცა ამას აკეთებს აუჩი შემოაგდო და თავადვე შეუტია და კარგადაც სხვათა შორის საკმაოდ კარგად გაამწვავა ეს შეხვედრა. მეკო შეუძლია ეს და მე მგონი ცოტა მეტიც უნდა გააკეთოს, მეტი უნდა აიღოს თავისავზე. ხმალაძე ერთი წრუ მოძრაობით ცოტა თავის თანამდებობით დააბნია, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ხმალაძე ახლა არის უკაცრავად. და უწევთ და კარგად წინ წაიწია აქომა მორაგბე. მაგრამ საბოლოოდ მაინც არ არის წინსვლა ისევ აი ამ ზონაში ვტრიალებთ კერძოდ მეტოქის 10 მეტრიან ზონაში და ბოლოს მთავრდება ეს ყველაფერი იმით რომ ჯარიმდებით შებოჭილმა არ გაუშვა ბურთცხენი. ახოთ ახლა კიდეზე გადაიტანენ თუ გარისკავს და ცენტრს იქიდან დაარტყავს კურკმორათი. არა მგონია რომ აქედან კარში დაარტყას, უბრალოდ თამაშებს აუძე. მეკომ კარგად ითამაშა, შენც აღნიშნე, იქ ყველა ელოდა რომ გადაცემას გაუკეთებდა თანაგუნდელს და ჩაჭრაზე წავიდნენ, მან კი თავისთვის შემოიგდო და გაამწვავა კიდეც იქ შეტევა. აი ეს მომენტი ნარიაშვილი დაეჯახა, გააჩერეს და ისევ მააკუ კარგად ჩავიდა. ამდვილად შესანიშნავად გააკეთა შემკრელმა ესილეთი. მიქაუტაძემ ვეღარ მოახერხა მისი გადაყრა, ასე ვთქვათ, ვეღარ მოაცევა იგი ბურთს. დაგნიშნოს რომ ისევე როგორც ყველა საერთაშორისო მატჩი ამას საქართველოს ნაკრების საერთაშორისო მატჩს ამ მატჩსაც ესწრებიან ბავშვები წეროვანის დევნილთა დასახლებიდან რასაც ორგანიზებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უწევს და დიდი მადლობა სამისთვის რომ რაგბის კომაქს ბავშვებიც შემოუერთა და მედია ისინიც არა მარტო კომაგები არამედ თავადაც მორაგბეები გაიზრდებიან. ამასობაში შეხვედრამ კი გადმოინაცვლა უკვე ჩვენი 22 მეტრიანი ზონის სიახლოვეს. მოუგეთ ტონგელებს
დერეფანი, თუმცა შემდეგ ბურთი მიწამდე აღარ დავიდა, გავგვიჭედეს, წარმოიქმნა მოლი, საიდანაც ბურთი ვეღარ გავიტანეთ და ამიტომ სწორედ ტონგელების შერკინებაა, ისინი შეაგდებენ ბურთს. ტონგელებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს ეპიზოდებს და დეტალებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, აი აგვართვეს ბურთი რამდენიმე ისეთ ეპიზოდში, რასაც წინა პირველ ტაიმში ვერ აკეთებდნენ. მე არ მახსოვს რომ მათ ბურთი რაკიდან ამოეღოთ. პირიქით ჩვენ ყოჩაღობდით. ასეთ მომენტს ვერ ვიხსენებ მე ნამდვილად პირველ ტაიმში, ჩვენ ნამდვილად ორჯერ კაჭარავამ გააკეთა ეს. ასე რომ შეცვალეს, ოდნავ შეცვალეს რა დეტალებს მეტი ყურადღება მიაქციეს როგორც ჩანს ტონგელებმა. შეტევა, რომელშიც კიდევ ერთხელ საკმაოდ აქტიურად ჩაერთო ჰალაიფონუა და კარგი იყო აქ ჭედლიძე. ჭედლიძე თავგანწირვით მიდის ბოჭოძე, ეს ნამდვილად აღნიშნვის ღირსია. რა თქმა უნდა, კარგად. სხვა თუ არა ის, ვინ თუ არა ის. კიდევ ერთი ბოჭვა არა, ეს ერთი ბოჭვა გაცუდდა, მაგრამ შემდეგ გაკეთდა უკვე დაზღვევაზე მეორე ბოჭვა და მიიწევენ ტონგელები წინ საკმაოდ სახიფათო. ახლა რაღაცა კონტრკმედებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს წინსვლა გაჩერდეს. ილაიშვილმა გააკეთა კარგი ბოჭვა, ისო ტონგელები ბურთით გაიშალა თამაში. საკმაოდ სახიფათო შეტევაა, საკმაოდ სახიფათო, მით უმეტეს ასეთი ბოჭვების გაცუდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და გადავიდა საბოლოოში. დაზღვევა ნამდვილად კარგი იყო გვერდიდან, როდესაც ჩაუკეტა პასის გაშვების და თუნდაც ან გაქცევის საშუალება. ისევ და ისევ მილილატუს კაპიტანს. აქ დაახლოებით ისეთივე შანსი ექნება კურტ მორაც, რომ ჯარიმა გაიტანოს, როგორც პირველ ნახევარში მერაბ კვირიკაშვილს ჰქონდა, ზუსტად კარის წინ დაახლოებით 20 მეტრია დაშორება. დიდი ალბათობით გათანაბდება ანგარიში. დაბრუნდა მოედანზე ვიქტორ კოლელიშვილი. დაბრუნებულ, ესე იგი სისხლი იყო მაინც. ბოლო მაინც ეს ხთა მქონია საქმე. სისხლი იყო, ტაიმი ჩაამთავრებინეს. ვაშალომიძეს და შემდეგ დააბრუნეს უკვე დასვენებული კოლელიშვილი, რომელზეც ნამდვილად ბევრი რამ იქნება ამ შეხვედრაში დამოკიდებული. მესამე ხაზი საერთოდ თანამედროვე რაგბიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი გოლია. ხედავთ თუ როგორი იჯება იგივე ლატუ, რომელიც უამრავ ამდენჯერ ვახსენეთ უკვე და ან თუნდაც რანუმერი მაღამფუ, ასე რომ ვიტო კოლელიშვილი ნამდვილად ბევრი რამაა დამოკიდებული, როგორც დაცვაში და ეს აქამდე აკეთებდა კიდეც და ასევე შეტევაში, რომელიც აწი უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ გვაკლია ნამდვილად შეტევითი ოპერაციები უკეთესი სურვილს ტოვებს. ამასობაში მატჩის 46 წუთზე გათანაბრდა ანგარიში, 6-6. ფრეა ამ ეტაპზე მაღალი ბურთი აწია ისევ. ბურთი, რომელსაც შეყვნენ ჭედლიძე და დათუნაშვილი, თუმცა მაინც ტონგელებს დარჩათ ეს ბურთი. ბოჭვა იყო საჭირო და გაკეთდა, თუმცა მაინც გაუსხდა, მაგრამ არა ისე რომ გაქცეოდა, არა ისე რომ სირბილი გაეგრძელებინა და შემდეგ დაჯარიმდა ტონგელი, რასაც ახლა ჩვენ გამოვიყენებთ ალბათ კარში დარტყმით. ბოჭვის დაცულების შემდგომ წამოდგა ტონგელი მორაგბე და კვლავ გააგრძელა, ასე ვთქვათ, ჯაჯგური, რაც რა თქმა უნდა ჯარიმაა. და ისევ კარში ურტყავს მერაბ კვირიკაშვილი მაჩხანელმა ანიშნავსაც. აი განმეორებით ნახავთ. არა, ვერ ნახეთ, იმიტომ რომ როგორც ჩანს დრო არ არის ამაგისო. მერაბ კვირიკაშვილი ამზადებს ახლა ის ზუსტად ისე უნდა დადოს, როგორც საჭიროა, რათა ამ პოზიციიდან, საკმაოდ რთული პოზიციიდან კარში ზუსტად წავიდეს. და არტყამს ეს არის მისი მეოთხე, არა, უცრავად მესამე მცდელობა. მეოთხე, მარტო ორი დამთავრდა სამი ქულის აღებით, ერთი აცდა, ხოლო აი მეოთხე ეს არის. არტყას მეკომდა შემდეგ რაგბის კავშირის სპონსორებზე გეტყვით 2-20 სიტყვას. ბურთი წავიდა, ისევ დააკეთა როგორც იზუსტე, ასევე მანძილი და ჩაუვარდა მეტოქეს ხელში.
რაგბის კავშირი მადლობას უხდის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია VTB ბანკი, სპონსორები ლუცახარში ნატახტარი, RMG Gold, კავკასუს ონლაინი, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია თეთის პეტროლიუმ ლიმიტედ. რაგბის კავშირის პარტნიორები ბორჯომი და TBC სინემა. მედია პარტნიორები გახლავენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიოები აფხაზეთის ხმა, კომერსანტი, პალიტრა და სპორტული გაზეთი ლელო. გურთი ისევ ჰაერშია, მასე უფლება მორადი, რომელსაც იქვე მოჭავენ ქართველები და ცდილობენ რომ კონტრ-რაქი განახორციელონ და ახორციელებენ კიდეც თუ არ ვწდები. გურთი მამუკაშვილს ჰქონდა გადააწოდა იქვე მდგომ თანაგუნდელს და ჩამოყალიბდა მოლი. თავარი ეს მოლი ახლა როგორღაც დასრულდეს, გამოვიდეს გურთი აქედან. დაგვიჭედეს ისევ მოლში გურთი ძალიან კარგად იქ მეორე ხაზელს შაუარდა 4 ნომერს მოკოტუის მაჩხანელი და ფიზიკურ ორთაბრძოლაში ვეღარ გამოგიჯა გურთი ხელიდან ის კიდევ ერთი შერკინება აი რაც წეღან ვახსენეთ ზუსტად დეტალებზე მეტი კონცენტრირება სათამაშო სიტუაციებზე ბრეიქდაუნებს რომ ეძახიან რაკები ასე თქვა შეფერხების შეჩერების მომენტებში ძალიან სკრუპულოზულად მუშაობენ ტონგელები, ბურთები უკვე ორჯერ რაკიდან დაგვართვეს, აგერ ერთხელ მოლში გაგვიჭედეს. ოდნავ შეცვალეს ეს ავანტიურულ თამაშს აღარ თამაშობენ, ესე თავფილმოგრეჯილი აღარ უტევენ, არამედ უფრო ჩვენი შეცდომების ხარჯზე ცდილობენ რაღაცა ოპერატესობის მოპოვებას, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს შეცდომები და პირიქით უნდა დავაშვებინოთ, ესაა ჩვენი მოვალეობა საკუთარ მოედანზე ამდენი ხალხის წინაშე ვთამაშობთ, ეს არ არის უბრალო შეხვედრა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. უბრიაშვილი, მამუკაშვილი და ნარიაშვილი ეთყობა ჩვენი შერკინების პირველი ხაზი. რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა შერკინება, ესეც საკმაოდ გაიწელა შერკინების მოწყობა. დაკულუა ბურთით. პირველი ტაიმის დაწყებიდან კი 10 წუთი გავიდა, 9:30. და ბურთი ისევ ჩვენია, ბურთი გადმოგვეცა ჩვენ. ისევ და ისევ ხელით თამაშისთვის როგორც ჩანს ეს იდილეთი დღევანდელ მატჩში საკმაოდ პოპულარულია. დაგვიბრუნეს ვალი ასე ვთქვათ. კვირიკაშვილი ისევ კი რა თქმა უნდა კვირიკაშვილი ეს დავალებაა როგორც ჩანს მწვრთნელის არავითარი იმპროვიზაცია, არავითარი თვით შემოქმედება. ბურთი დასარტყმელი ბურთი კარში, კულები დავაგროვოთ და შემდეგ თუ ლელოზე იქნება სათამაშო ვითამაშოთ. ასაღები კულა უნდა აიღო ყოველთვის, როდესაც მით უმეტეს ასეთი ახლო მანძილია 30 მეტრიდან. იოლი დარტყმა არ არის ამაზე. არა, კუთხეც არის საკმაოდ, მაგრამ ძალის პრობლემა არ იქნება მიღწევით. რადიო მსმენელებისთვის თუ სად არის ბურთი, მარცხენა შეტევის მარცხენა ფლანგზე დაახლოებით 10 მეტრი კიდის ხაზიდან და დაახლოებით 35-32 ლელოს ხაზიგივე კარის ხაზამდე. აქ მაშხალები გაუშვეს გულშემატკივრებმა და ცოტა ნისლივით ჩამოწვა. ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც მეკომ უნდა დაარტყას, მაგრამ იმედია ეს ხელს არ შეუშლის. კარგი დამტკმელია და ეგეთები გაუტანიან ნისში, ქარში, წვიმაში და კიდევ მრავალ ბუნებრივ სტიქიაში. მარცხენა ფეხით ურტყავს თან მოედნის მარცხენა მხრიდან, ასე ვთქვათ, მისი აყვარელი პოზიციაა დაარტყა. და გუნდა სტადიონი რაც იმის მომხდებელია რომ გაიტანა მეკომეს ჯარიმა 9-6 გახდა ანგარიში 52 წუთზე მატჩისა. კი აგვიღეს სამი კულა ტონგელებმა, მაგრამ უპასუხეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მათ ამ მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება შეუძლიათ. ორატი განაახლა საკმაოდ სწრაფად დაარტყა შორი ბურთი, რომელიც ისევ ხმალაძეს ჩაუვარდა ხელში პირდაპირ. გამოცდას უწყობს არც ხმალაძეს თუ რა შვება მორატი 10 ნომერი თავის ვიზავის 10 ნომერს უკიდებს ბურთს და ისიც ძალიან ჩვეულებრივად სტანდარტულად იღებს და ურტყამს აუჩი ყოველგვარი გართულებების გარეშე. ძალიან კარგადაც პრაქტიკულად სამივეჯერ ან ცენტრამდე ამოიტანა, ან ცენტრს გადააცილა. და კუკერი, ალეკი, ლუტუი, რომელიც კლავ მოედანზეა და კლავ ირჯება, საკმაოდ აქტიურადაც ლატუსთან ერთად, კაპიტანთან ერთად ის
ისა აგდებს ახლა დერეფანში ბურთს. ამჯერად დერეფანი სრულია 8-8-ზე. ნახოთ სად აგდებენ. აგდეს კარგადაც, მოიგო კალამაფონიმ და გაატანა უკანა ხაზელებს, რომლებმაც საკმაოდ სერიოზული უპირატესობა შექმნეს. ვერ გაჭრეს ხაზი, მაგრამ უკან კი ნამდვილად დაახევინეს რამდენიმე მეტრით. ისევ აქეთ მოკლე ფრთაზე მარცხენა ფლანგზე უტევენ ტონგელები. ახლა უკვე შიგნითკენ წავიდა პასი, მოედნის სიღრმისკენ. კлау ცენტრამდე მივიდა და ისევ ეს უნომრო მოთამაშე, რომელიც სიმართლე გითხრათ, ნომრით რო ყოფილიყო, მაშინაც მიჭირდა მისი სახელის გამოთქმა და ახლა უნომროთ როა სულაც კიდევ უფრო დიდი პრობლემები შემექმნა. ბურთი ჭედლიძემ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, მართალია დააგვიანა, მაგრამ და ისევ ლატუმ მისმა გუნდის ძალიან კარგმა კაპიტანმა და მოთამაშემ ეს პასი გააკეთა, თუმცა მისმა თანაგუნდელმა ვერ ითამაშა კარგად. ტოჰინეაუმ ვეღარ მოახერხა, რომ ბურთი დაჭირა წინ გადაუვარდა. აქ ხედავთ ზედმეტობა გაგვიკეთეს პრაქტიკულად. გაგვიკეთეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჭედლიძემ. უბრალოდ აი ლატუს კლასი რაში გამოჩნდა, როდესაც მან გააკეთა ეს პასი. და ეს კლასი არ აღმოაჩნდა. ან ამ მომენტში არ აღმოაჩნდა. აშკარად მორკინალია, მესამე ხაზელი, სავარაუდოდ არის პავა ფაჰანუნუ. თუმცა ვინაიდან და რადგანაც ნომერი არ აწერია და სახეზეც ნამდვილად ვერ ვცნობ, ყველასა თადარიგო არა არის 12 ნომერზე თამაშობს, ალბათ ეს უნდა იყოს პაეა. უბრალოდ ნომერი არ აწერია ზურგზე. შეცვლები. აი ფეხი შეხვეული აქვს, მარჯვენა ფეხი, ამითი შეგვიძლია ვითომ, მაგრამ ნომერი არ აწერია ზურგზე. შეცვლები პირველი და სამი ნომერი ბურჯები გავიდნენ. ესენი გახლავან მაილაუ და უაფისი. შემოვიდნენ ჰალანუ, კონუკა და ფაჰანუნუ. მოდი ჰალანუ დაუძახოთ, ასე აკეთებს მთელი მსოფლიო, როდესაც კუნძულელების სახელთან უწევს ჭიდაობა. ჩვენც ესე შევამოკლოთ, ჰალანუ შეიძლება თვითონაც არ ეწყინებს. აბა ვნახოთ სათადარიგო ბურჯები როგორ გაიჯებიან ტონგას ნაკრების. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავთ სათადარიგო ბურჯები, კერძოდ ზურაბ-ჟვანია და ლევან ჩილაჩავა, ორივე საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ბოლო ტურში ლელოები დადო. ჟვანიამ სტად ფრანსეს და ჩილაჩავამ ტურნირის შემადგენლობაში. საქართველოს ნაკრები კი უტევს გრძელი პასი კაჭარავას და შემდეგ კვირიკაშვილი, რომელმაც ფეხით ითამაშა საკმაოდ არაზუსტად. გარტყმის ადგილიდან იქნება ტონგელების დერეფანი, იმიტომ რომ მოედანს ვერ გაარტყა კვირიკაშვილმა ბურთი. ჩაიშალა, ესე ვთქვათ, ეს შეტევა ჩაიშალა იმის გამო, რომ მე ვფიქრობ, რამდენიმე პასი არ გაკეთდა კარგად. დაგვიანებული პასი პირველი კაჭარავა მიიღო ზევით, მაღალი, შემდეგ მისი პასით შეყუნება მოუწია კვირიკაშვილს და მოუწია ფეხით თამაში. ჩვენია ბურთი როგორც თუმცა წავართვით ბურთი და აი ახლა ბეგაძე ეძებს თვალით ლაშახმალაძეს, რათა ბურთი მიაწოდოს და ეს უკანასკნელი მაღალ ბურთს დაარტყამს მეტოქის ნახევრისკენ. მიყვება თავადვე მიყვება, მაგრამ ვერაფერს აქედან ვერ იღებს და შემდეგ უკვე მორკინალები აჩერებენ უკიდან მთელი სიჩქარით წამოსულ ტონგელს. მარჯვენა ფლანგზე კიდესთან ახლოს რაკი ტონგელების იშლება თამაში და ისინიც ფეხით თამაშობენ სიღრმეში. აქეთ გადმოკიდეს საკმაოდ კარგად. კვირიკაშვილმა ახლა უბრალოდ შვიდად უნდა აიღოს, იღებს კიდეც და ურტყამს აუჩი. ამჯერად ყველაფერი წესრიგშია. ბურთი გადადის აუჩი ჩვენ ნახევარზე ლელოს ხაზიდან დაახლოებით 30 მეტრში. ისევ ალეკი ლუტუ იქნება ბურთთან და ისევ ჩვენს ნახევარზეა თამაში. ისევ ჩვენს ნახევარზეა და ეს შეიძლება კარგით არაფერი დამთავრდეს. აუცილებლად როგორღაც უნდა წავწიოთ ეს ბურთი წინ. რამე მექანიზმი ფეხით თამაში ჯერჯერობით არ გამოდის, იმიტომ რომ ისინი საკმაოდ კარგად ხვდებიან ჩვენ დარტყმებს. არცხელით გვარდება ეს პრობლემა ჯერჯერობით, ამიტომ მე მგონი ცოტა უფრო თამამად უნდა ითამაშოს ჩვენმა ნაკრებმა, ისევ და ისევ ხელით, ჩემი აზრით. ლატუ გაიშალა თამაში და ისევ შარიკაძე და ამჯერად უკვე მაჩხანელმა ითამაშა კარგად, მას თანაგუნდელებიც მიეხმარენ. რაკი მარჯვენა ფლანგზე გააჩერეს ლატუ. თუნდაც წინ წაიწია და ახლა უკვე პირველი ხაზი უტევს, ახლად შემოსული. თავადვე გადაწყვიტა
ტაკულუამ შეტევა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა კარგი. ესეც შეცვლაზე შემოსული მოთამაშე ფაჰანუნუ. ძალიან აქტიურად გვიტევენ. აქ საჭმა დაუბრუნა, ეთყობა უპირატესობა ჰქონდათ მათ ჯარიმის. ეს როდინდელი უპირატესობა არ კაი 20 მეტრი ჩვენ წელთაღრიცხვამდე აღებული უპირატესობაა როგორ ჩანს, იმიტომ რომ ამის მერე წასული არიან წინ 20 მეტრით, გასულია უშველებელი დრო, აქ იმის დაბრუნება, ხეირის დაბრუნება მე არ გამიგონია. მეტი ხა რა უნდა ეხეირათ, ლევოს თუ დაგვიდებდნენ, თორე 20-25 მეტრით ბურთი წინ წაწიეს და ჯარიმის ადგილიდან. ხილაიშულმა მიიღო თვითონ თუ ტრავმა. ხდება ნეთა ეს ბატონი მსაჯი რომ პასკალ გოზერი რომ ძალიან დიდ მანძილზე დააბრუნა ბურთი უკან. აქ თავიდან კიდეზე გადაქონდათ ბურთი, ეხლა რაღაცას ბჭობენ. კურტ მორათი და ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება რომ კარში დაარტყავს. ლევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ყვალდელ კატებს. სწორიც არის ჩემი აზრით პირველივე ჯარიმაც რო დაერტყათ. ეთყობა უბრალოდ დიდად არენდობა საკუთარ ფეხს. თუ არ ვწდები, სწორედ კურტ მორათი იყო, რომელმა აცილებულმა გარდასახვამაც, რომლის აცილებული გარდასახვის გამოც დამარცხდა 2012 წელს ტონგა რუმინეთში. და ზუსტად ძელებს წინ იყო ის ბურთი, უადურესი გასატანი. მაშინ ვენს შეგიძლია თამამად ვინატროთ რომ ეს ბურთი წაწდეს. არ დაახლოებით იმ პოზიციიდან უყავს, საიდანაც კვირიკაშვილმა ორჯერ ააცილა, ასე რომ კი, კიდის ხაზიდან 15 მეტრი, კარიდან 35. აყურებელი საკმაოდ ხარისხიანად ცდილობს მის ყურადღების გაფართოებას. კი, მე მგონი მაყურებელსაც ცოტა მეტი მოეთხოვება ამ შეხვედრაში. კი, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობს, აქტიურია, მაგრამ მე მგონი აი ეს გუგუნი, რომელიც ჭირდება სტადიონს და რომელიც ასე ალამაზებს თამაშს, ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ იმედია დაიწყება. მით უმეტეს თუ ეს ბურთი აცდა და აცდა. აცდა ბურთი შევინარჩუნეთ ანგარიში 9-6 ძალიან დაძაბული შეხვედრა, ძალიან ასე ვთქვათ, ნერვებზე მოთამაშე ორი გუნდი, რომელიც ცდილობს რაღაც ნიუანსებში აჯობოს ერთმანეთს, იმიტომ რომ თლიანად დაჩაგრა არც ერთ გუნდს არ გამოსდის ერთმანეთის. ეკო კვირიკაშვილმა 22 მეტრიანი დარტყმა შორს სიღრმეში გააკეთა მეტოქის ნახევრისკენ და მორათი უკვე მაღალ ბურთს აბრუნებს საბრძოლოს, ამას წესით მეკო იოლათ უნდა დაეუფლოს და ეუფლება კიდეც, კი უარდება მეტოქეს ხელებში, მაგრამ ბურთი ჩვენია, მაგრამ ბურთს ინარჩუნებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი. ახლა ხმალაძის ჯერია, არა ხმალაძემდე ბურთი არ მივიდა, ნარიაშვილმა თავად შეუტია და აი ახლა გაუტანს ბეგაძე ბურთს ხმალაძეს, გააქვს და 10 ნომერიც კარგ შორ ბურთს გზავნის მეტოქის ნახევრისკენ ისევ, მაგრამ უპრობლემოდ ტონგელებისთვის, რადგანაც ის პოზიციები ყველაფერი უკვე აღებული ჰქონდათ. ახლა შეიძლებოდა პრობლემა შექმნილიყო, ცოტა სხვანაირად რო ავარდნილიყო ბურთი ჰაერში, მაგრამ ჭედლიძე უკვე უტევს მარჯვენა ფლანგზე, ცენტრის ხაზთან არის. გააჩერეს, კარგი ეპიზოდი იყო, ლამაზი, კარგად აუგდო უკვე მამუკაშვილმა თხილაიშვილს, ეს როგორღაც ეს ბურთი უნდა გადავარჩინოთ, იმიტომ რომ კარგად იყო ტონგელი ჩასული. და დავჯარიმდით ისე რომ ვერ გავიარეთ 5 მეტრიც კი. იქ დააგვიანდათ ბორკინალებს მისვლა და გადაყრაზე დახმარება, მამუკაშვილმა თხილაიშვილს კარგად ამოუგდო ბურთი, თხილაიშვილმა ოდნავ წინაც წაწია, თუმცა დანარჩენი მორაგბეები დაახლოებით 1 წამით გვიან მივიდნენ, რაც საკმარისი აღმოჩნდა ტონგელებისთვის იმისთვის. ალბათ პირველ რიგში თავად მამუკაშვილი უნდა წასულიყო იქ დასახმარებლად, პასის მიმცემი პირველია, ვინც გეხმარება, ეს დაუწერელი კანონია ფაქტიურად ამ თამაში და ალბათ შეიძლება რომ მამუკაშვილს მოვთხოვოთ გადაყრაზე თამაში, თუმცა იმის არ მიქცევია ყურადღება ის მას ჰქონდა თუ არა თავისუფალი შეეძლო თუ არა მეტოქემ ხო არ შეებოჭა თონი ესეც იყო მიქცევია სიმართლედ გითხრათ ყურადღება აი განმეორებით მამუკაშვილმა გადაცემა და სწორედ მეტოქე შეუნელებია და კუბრიაშვილმა დაასწრო დაბლოკა და კუბრიაშვილი როცა მოვიდა უკვე გვიანი იყო. შეცვლები გაკეთდა უკვე ტონგას შემადგენლობაში, საინტერესოა როდის გადაწყვეტს მილტონ ჰეიგი შეცვლის გაკეთებას, აქ ბურთს ეძებს. ისევ ლაშა ლომიძეს ვხედავ იქ შორეულ კიდესთან დგას ხასთან და მე მგონი შემოსვლას ელოდება, მაგრამ არ ამგონია მან ისევ ვიტო შეცვალოს, ალბათ რომელიმე მეორე ხაზელის ნაცვლად შემოვა. და შეიძლება 8 ნომერი ჩხაიძე შეცვალოს. ისე უნდა აღინიშნოს რომ ორივე
შეცვლა, ფაქტურად მესამე ხაზის შეცვლა ჩვენ არ აყვავს სუფთა მესამე ხაზელით. ლომიძეც და ნემსაძეც ორივე მეორე ხაზელები არიან ძირითადი ამპლუით. და მოლი, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება ტონგელთან მხრიდან და ახლა დათუნაშვილმა რატომ გადაწყვიტა გვერდიდან მოელოდა იქიდან ეთამაშა ამ მოლში წარმოუდგენელია ვერაფერი გავიგეს სიმართლე გითხრათ რა ლოგიკით იხელმძღვანელა ახლა ჩვენმა მეორე ხაზელმა ისევ დაჯარიმდა კიდეც ისევ შეხლა შემოხლა იქ ვიტოს ჭიდაობის ილეთით დააგდეს მიწაზე რაც მას რა თქმა უნდა დიდად არ ესიამოვნებოდა და ძალიან მიხარია რომ არ აყვა ამ პროვოკაციას იმიტომ რომ მას ეს აი ისე ვიტო და მე მგონი უნდა მეთოქოს როგორღაც მერები დიდად თავშეკავები ტონგელებიც არ გამოეჩევიან დისციპლინა ამ გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ბევრი ამბობს ასე ვთქვათ რაგბის სპეციალისტი რომ ტონგამ რო დისციპლინას მიხედავს სოფლიოში ერთ-ერთი უპირველესი გუნდი იქნება ასე იქნება ფიზიკური მონაცემებით არავის არ ჩამოვარდება თუ არ გვევნის კიდეც ძალიან ბევრს დავჯარიმდით და მე თითქოს სანამ ეს შეხლა შემოხლა დაიწყებოდა შევამჩნიე რომ საჯმე ჯიბისკენ წაიღო ხელი სადაც ყვითელი ბარათი ეგულება ხომარ აძევებს დათუნაშვილს აი ამაზე მეპარება ეჭვი და ვიდეო რეფერი პირველი ვიდეო რეფერი ქართული რაგბის ისტორიაში დიდი მომენტის მომსწრენი ვართ ახლა დავაკვირდეთ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ჩვენთვის სასიამოვნო არ იყოს ეს ეპიზოდი გასარჩევად მაგრამ იქნებ ჯარიმა შემოაბრუნოს იმ გდების გამო რომელიც ტონგელმა მორაგბემ უბურთო კორელიშვილზე გააკეთა თითქოს გადაყრა იყო თავიდან მაგრამ მერე უკვე ჭიდაობის ილეთით აი ახლა უხსნის კერძო თუ რისი შემოწმება უნდა პასკალ გოზერს ვიდეო რეფერი კი კარლო დამასკო გახლავთ იტალიური ჯერ კიდევ ველოდებით როგორც უკვე გითხარით ისტორიულ მომენტს ვიდეო რეფერისა ქართულ რაგბიში დრო გაჩერებულია რა თქმა უნდა 62 წუთ ნახევარია გასული და ველოდებით გადაწყვეტილებას მაგრამ უფრო საინტერესო ვერდიქტზე მე მგონი პროცესი იქნება თვითონ შემოწმების ნახვის განხილვის რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს და ტელეფონი მოუტანეს. პირადი კავშირი ვერ დაამყარა პირდაპირი კავშირი ვიდეო რეფერისთან და ტელეფონით გადაურეკა. ესეთები ხდება. არა მარტო საქართველოში, თუმცა მაინც კურიოზულია, როდესაც პირველად როდესაც ვიდეო რეფერის იყენებ. არა, შეიძლება კარგად გავიხსენებთ მეგრებს. როდაუბერდებით გავიხსენებთ. კი, რომ პირველი ვიდეო რეფერი ტელეფონის თანხლებით გაიმართა. შეცივდათ ალბათ მორაგბეებს ახლა ამდენხნიანი პაუზა. სამწუხაროა რომ ვიდეო რეფერის პროცესი არ გამოჩნდება ტაბლოზე, რათა გულშემატკივრებიც დააკვირდნენ თუ რა ხდება, როგორ არის საქმე. და ამ ხრივ ალბათ ერთი ნაბიჯი კიდევ წინ გვაქვს გადასადგმელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ვიდეო რეფერი ცდილობს ჩვენში ფეხის შემოდგას და ვერ ახერხებს უკვე კარგია. მაყურებლის უკმაყოფილო შეძახილები გვესმის დიდი ნაწილი სავარაუდოდ ვერ წვდება რომ ვიდეო რეფერის გამო ამხელა პაუზა. ჩვენც ის გადაგვრჩენია რომ მოთმინებით ველოდოთ გადაწყვეტილებას. ჩაჩუმდა სტადიონი უკვე ესეც მობეზდა ტელეფონი დაუბრუნეს პატრონს და დაინიშნა უხმობს ხონი ორივე გუნდის კაპიტანს. მივიდა მაჩხანელი, მივიდა ლატუ. ლატუს ესაუბრება აშკარად. რაღაც არ ამგონია რომ ვინმეს ბარათი აჩვენოს. რადგან სხვა არავინ მოუხმია, ხოლო იმ მომენტში არც მაჩხანელი არც ლატუ ნამდვილად არაფერს აშავებდნენ და ჯარიმა დატოვა ძალაში უბრალოდ. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიუღიათ უკვე და კიდეზე გადაიტანეს.
გამომდინარე იქიდან რომ ძალიან კარგი მოლი დაგვიყენეს, კარგადაც მოგვაწვნენ, სწორედ მაკედანაც მიიღეს ეს ჯარიმა. 10 ნომერი შეუწყვია თამაშობაში კონგელებს. ფოსიტა, ლატი უმე ფოსიტა 22 ნომრით თამაშობს კურტ მორატის ნაცვლად. და ის გაუძღვება ახლა შეტევით ოპერაციებს. ნახოთ, მოიგეს და დაიხიეს კიდეც უკან. კარგად, თუმცა შეცვალეს მოლის ღერძი და ახლა ოდნავ გვერდით, ოდნავ მარჯვნივ შეუტიეს და კინაღამ გაძვრა. ვინ იყო ის ღვთისმიერი, რომელმაც ახლა ეს ბოჭვა გააკეთა კოჭებში, თორემ ლატუ იყო გამძვრალი ფაქტიურად უკვე ჩაფლის მოედნამდე ორი ნაბიჯი გააკდა. კარგად იცავენ ქართველები თავს იქ აგრესიული ბოჭვები მოლითაც კარგად დაუხდნენ. აი ამ კიდევ ერთი მორიგი ტალღა შეტევისა უნდა გადაუტანოთ და გადასარევი ბოჭვა შარიქაძისა. და კიდევ ერთი ჯარიმეს კიდევ ეს რა თქმა უნდა 2-ზე არსებობდა რომ რაკში გვერდიდან ითამაშა ქართველმა მოთამაშემ. ეხლა კაპიტანს გაესაუბრება და შეიძლება სიტყვიერი გაფრთხილებაც მოგწეს. გამომდინარე იქიდან რომ იგივე ტიპის ჯარიმა გავიმეორეთ. შემდეგი უკვე ყვითელი ბარათით დასრულდება, უკვე ამის თქმა ნამდვილად შეიძლება. თუ ამავე ტიპის ჯარიმა იქნა კიდევ აღებული. ნახოთ ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. არა, კიდეზე გადაიტანეს. კიდეზე უკვე ძალიან თავგანწირვით ცდილობენ 5 ქულის მოპოვებას, არანაირი 3 ქულა მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. არადა ჩვენ ახლა მე დავიკავ სწორედ ამას მივაქციეთ ყურადღება ჩვენს გვერდით კაბინაში შედან ტონგელი მწვრთნელები და ისინი იტყულების აღებას ითხოვდნენ, მაგრამ სხვა აზრის არის კაპიტანი და სხვა აზრის არის სამწვრთნელო შტაბი. ახლა ერთი ბოჭვა არა, მე მგონი ვერ არეშველა საქმეს. დადეს ლევო, აინაკოვო. და გავიდნენ დღევანდელ მატჩში. პირველად წინ 9-11 წუთი მატჩის გარდასახვა რთული პოზიციიდან არის. ესეც უნომრო და თან წითელთმიანი. ასეთი რამე ჩვენ ოქში არავინ წერია უნომრო და წითელთმიანი. ღვთის მოთამაშეა დიდი ალბათობით ვაინაკოვა, იმიტომ რომ ჰალაიფონუა შავთმიანი იყო ნამდვილად. არა, გასულია, ეს ახალი შემოსულია მოედანზე. ეს მოთამაშე, აი დავაკვირდეთ. ღვთის მოთამაშის აღნაგობაც არა აქ რა. ხო. ჩართული იყო რაკში მორკინალია მოლში და შემდეგ მოეხსნა კარგად და ვერ დააზღვიეს უკვე ერთმანეთი ჩვენმა მორაგბეებმა. კარგი კომბინაცია გააკეთა. ისევ ლატუმ გააკეთა ეს ეპიზოდი, როდესაც კარგად მოეხსნა და დროული პასი გასცა თავის თანაგუნდელზე. ორჯერ მოლით მოგვაწვნენ, რის მერეც ქართველები მოლს შეკრულები დაუხდნენ, რამაც ხაზზე ადგილი დატოვა და კარგად ისარგებლეს უკანა სამეულმა მათ შექმნებისა. ვინიცის ლუკა ეს ძალიან ცუდიც არ იყოს და სწორედ აი ამან მოგცეს ბიძგი იმისთვის რომ ცოტა გამოვცოცხლდეთ და უკვე კონტრ ზომები მივიღოთ. გაიტანა უთულესი დარტყმა. ეს ავადოთ ახლა შემოსული ფოსიტა იყო და ფოსიტამ და ანგარიში გახადა ერთის მხრივ უნიშნელოვანესი იყო ეს გარდასახვა, იმიტომ რომ ჯარიმით ჩვენ ვეღარ უსწრებთ ახლა ტონგას წინ 4 ქულით გვიგებენ უკვე, აი შეცვლებიც გაკეთდა. ახალი სასწრაფოდ ჩილაჩავას გადაისახა ნაკრებმა, ჩილაჩავა სავარაუდოდ ჯვანია ჩემოვა, გადის ჩხაიძე, მის მაგივრად შემოვიდა ლომიძე. აი ნახოთ ამჟამად აი ამ შემადგენლობით როგორ ითამაშა ჯვანიაც ახსენე, ხო მე მგონი. ჯვანია შემოსულია, კი, ჯვანია შემოსულია, ნარიაშვილის ნაცვლად ჯვანია ესეთი მოძრავი, აქტიური პირველ ხაზელია. ახლა ისე შევიდა დათუნაშვილი ამ კონტაქტში რომ არ შეუხდია ბურთი პირდაპირ ხელში უვარდებოდა. ბეგაძე ვიტომ კოლელიშვილმა გაატანა ბურთი შარიქაძეს და მას ძელი და არაზუსტი პასი უისამართო, არავისკენ მიმართული პასი, რომელსაც არც თანაგუნდელები გამოეხმაურნენ და ისე იფრინა დაახლოებით 30 მეტრი რომ კაციშვილის ხელი არ შეუხია, გადავიდა კიდის ხაზსიქით. არა და მეტნი ვიყავით. სამ კაცზე 4 ქართველი მორაგბე იყო, ეს გრძელი მოსხეპილი პასიც კარგი აზრი იყო, იმიტომ რომ მაჩხანელს წინ პრაქტიკულად არავინ ედგა, თუმცა ჩანაფიქრი ერთია, მისი განხორციელება მეორე არ გამოვიდა შარიქაძეს კარგი გადასახადი. პას წყლად მდგომი თანაგუნდელი ჭირდება პირველ რიგში. აგდებს ისევ ლუტუი მოიგეს.
მოიგეს და დაუჯარიმდით რადგან ჰაერში ვითამაშეთ. ისე რომ ჯარიმა აგვკიდეს, ასე ვთქვათ, ჟარგონულად რომ ვთქვათ. ისევ კიდეზე არ გამოვიდა სწრაფი დაბრუნება ქურდის. ამიტომ მეთოდურად უნდა ვცადოთ ახლა მეტოქის მოედანზე გადასვლა და ბურთის მოპოვება. ისე ვიდეო რეფერის ითხოვს საჯი შეიძლება უნდა რომ ბოლო აამუშავოს ეს ქართული ვიდეო რეფერი როგორც იქნა და გვაჩვენოს თუ რა რომ ეს ჩვენთანაც შესაძლებელია. ისე ვიდეო რეფერის ისევ ტელეფონზე უკავშირდება. ისევ ტელეფონი მოუტანეს. მეთქობა არ არის გამართული ბოლომდე კონტაქტი კომუნიკაცია არ დგება. ხუთასმენით სამწუხაროდ ჩვენც ვერ ხედავთ ამ ვიდეო რეფერის. კარგი იქნებოდა რომ ეკრანზე მაინც გამორჩენილიყო, მაგრამ როგორც ჩანს თავად ვიდეო რეფერი იღებს ამ უყურებს და იღებს გადაწყვეტილებას, პასუხობს და შემდეგ საჯი ადასტურებს მას სასტვენით. უკვე ისე საუბრობს ტელეფონზე, თითქოს პარკში იყოს სადღაც. გადაწყვეტილი ჩანს. ანა შემწეცაც 1-2 სიტყვით გადაულაპარაკა რაღაცა, ამას და ამას მეუბნებაო. მე ვერ მივხვდი საერთოდ რა მოხდა ისეთი, განსაკუთრებით უხეცი თამაში არ იყო. კი, რა იყო იქ ვიდეო რეფერო. მაგრამ როგორც ჩანს, საჯმა ჩათვალა, ახლა უხსნის კარლო დამასკოს. შემდეგ კარლო დამასკო აუხსნის სახით თუ რა მოხდა სინამდვილეში. გიორგი ჩხაიძის ნაცვლად თამაშობს ლაშალობიძე ნომერი 20. ჩვენ კი შეგვიძლია გასულია 67 წუთი და პატარა რეზუმესავით გავაკეთოთ აი ეს მომენტი. მეორებით ვნახოთ. მეორებით ახტა. ნუ აქ წესების დარღვევაც კი არ იყო, ჩემი აზრით. ცოტა ქვეშიდან კი შეუდგა დათუნაშვილი. საჯმაც გადაწყვიტა რომ არაფერი განსაკუთრებული იქ არ ხდებოდა. კიდეზე გადაიტანა კარგად აქ ბურთი ფოსიტა. ჩვენ 22 მეტრიან ზონასთან. სწორედ ასეთი შეტევების მერე დაგვიდეს ლელო. კი, უპირატესობას ფლობს ტონგა, ამაზე უკვე მე მგონი დავა ზედმეტია, გარდა იმისა რომ ბურთს ფლობს კიდევ ერთგვარ ორთაბძოლებს ოდნავ უფრო მცირედი უპირატესობით ასრულებს. კარგი გრძელი მოლი დაგვიყენეს, ლატუ მოეხსნა. არა მოაგდო, მაგრამ ჩადო, კარგად ჩვენიურად ისე რომ კარგად გაეტანა მის თანაგუნდელს, გაიტანა ჟღალმა უნომრო მოთამაშემ. და მთელი ძალით შევიდა მააფუ კონტაქტში. ეს კი, როგორც უკვე გითხარით, ფოსიტაა, ახლა შემოსული, ჩაფხუტით თამაშობს 22 ნომრით, 10 ნომრის პოზიციაზე და ეს ჩვენი ჟღალი უნომრო მოთამაშე 9 ნომრის პოზიციაზე ასპარეზობს. არის დანიელა მოა, დიდი ალბათობით. გვიტევენ ისევ ხელდახელ, შემოვიდნენ ჩვენ 22 მეტრიან ზონაში, აქ შარიკაძე თამაშობდა ბურთზე. შარიკაძე და კაჭარავა ძალიან ინდომებენ, მაგრამ არ გამოდის ამ ბურთის მოპოვება. ისევ და ისევ დაცვაში გვიწევს თამაში, ისევ და ისევ ბოჭვების კეთება, ისევ და ისევ მოგერიება, არ დადგა ის მომენტი, როცა ჩვენ ავიღებთ ბურთს და ახლა მეტოქეს მოუხდება, გაუჩნდება სანერვიულო. ჟვანია კარგად თამაშობს, თუმცა მშვენიერი კონტრმოქმედებები იყო და გადაუვარდა ბურთი. მოვიპოვეთ ეს ბურთი და შემდეგ აი ესეთი ელემენტარული შეცდომა, ასეთი ბრძოლით მოპოვებული ბურთი ერთი ხელის გაქნევით დაიკარგა წინ თამაშის გამო. შერკინება გლომიძესაც ტრავმა მიუღია, სანამ შერკინება დადგება, მცირე პაუზა იქნება. ეს ყველაფერი ჩვენ 22 მეტრიან ზონაში ხდება და ეს არის სამწუხარო, რომ ფაქტიურად ალესილი ხმალი ჩვენს კისერზე მომარჯვებულია. როდის გაიქნევს ამ ხლის პატრონი არ ვიცით, ამიტომ რაც შეიძლება უნდა მოვშორდეთ, თუმცა სათქმელად ადვილია გასაკეთებლად ძნელი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ ეხა აქ, რომ 12-13 წუთია მატჩის დასრულებამდე დარჩენილი და არანაირად არ გვაწყობს ქულების მიღება, იმიტომ რომ თუნდაც ჯარიმა რომ გაგვიტანონ, აი ეს პასით ნახე გააჩერეს, ჟვანია შევიდა, არ ითამაშა ბურთზე, ერთ გადამყრელს დაელო და გაატარა, შემდეგ თავადვე გადაყარა და თითქოს აიღო, მაგრამ აქ თხილაიშვილს გადაუვარდა უკვე შემდეგ ბურთი წინ.
არა და კარგი კონტრრაკი იყო. დაღრილობა ჯერჯერობით ქართველ მორაგბეებს უფრო დაეთყოთ, რაც შეცდომებშიც აისახება, ვიდრე ტონგელებს. ამდენი ხანი დაცვაში ყოფნა მუდმივად გადაწყობა გადმოწყობა. ამ დაცვის ყურებაა დამღლელი ბოლოს და ბოლოს და მისი შესრულება ხომ საერთოდ. საკმაოდ სერიოზული სიტუაცია ახლა ჩვენი ლელოს სიახლოვეს, დაახლოებით 18 მეტრი ალბათ ხაზამდე და შერკინება მეტოქის სასარგებლოდ, რომელშიც უთი შევარდა და შეუტიეს ისევ მოკლე ფრთაზე და ისევ ეს ახლა შემოსული ისევ ეს ჟღალი უნომრო მოთამაშე, რომელმაც ფაქტიურად ყელშიდან აისხმალი მოიქნია, რომელიც ასე იყო მომარჯვებული ჩვენ თავს ზემოთ. ძალიან სამწუხარო ეპიზოდი იყო, ძალიან სამწუხარო რომ ამდენი ხანი ყურადღებით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა ასეთი დასანანი და თითქოს ელემენტარული შეცდომა დაუშვა დაცვაში. ფლანკერმა დააგვიანა იქიდან შერკინებას რომ მოხსნოდა და დროზე გაეკეთებინა ბოჭვა. აქეთ ხარეს არის ოლელიშვილი. გაყვა, მაგრამ სისტრაფეში წააგო. შეიძლება ითქვას ეს მისი გასაჩერებელი იყო ალბათ. აი გაყვა მიყვება, მაგრამ სისტრაფე ვერა. სისტრაფეში ვერ და მეორე ლელო დაგვიდო დღეს უკვე დანიელა მოამ. ის რაც ვერ მოახერხა მთელმა ტონგამ ამ ხნის განმავლობაში, უცებ შემოსვლისთანავე ორჯერ გააკეთა დანიელა მოამ. დაახლოებით იგივე პოზიციიდან უწევს ხოსიტას. ხო, მოამ კი. დანიელა შესრულება. პირველი გაგვიტანა, ესეც თუ გაიტანა უკვე 11 ქულით გავლენ წინ, ამჯერად 9 ქულიანი უპირატესობა აქვს. რა თქმა უნდა, ერთის და მეორის აღმოფხვრად დარჩენილ 8 წუთში იქნება ურთულეს. გაარტყა და აცილა. 9 ქულით წინ არიან 9-18. მეორე ტაიმში ჩვენი მონაგარი არის მხოლოდ 3 ქულა. ხოლო ტონგელების კი 13 ქულა. ორი უბრალოდ ლელო დაგვიდეს 2. რაც აი ყველაზე გულის დასაწყისი სწორედ ეს არის. შემოვიდა თოდუა მაჩხანელის ნაცვლად, რომელიც ეგრევე ჩაერთო მთელი ძალით გაექანა მეტოქისკენ, რათა ეს ბურთი მოეპოვებინა, თუმცა კარგად დახვდნენ პირველ დარტყმას. ტონგელები მიიღეს ის და ახლა უკვე კონტრშეტევას იწყებენ და ხელ კარგადაც იწყებენ, მიიწევენ წინ. აი ეს კონტაქტები უკვე წინსვლით მთავრდება მათთვის და ეს არის ჩვენთვის დამღუპველი. მიქაუტაძე აფსაიდში იყო და საბედნიეროდ გვაპატია ეს საჯმა. შემდეგ კიდევ უკვე დაიწყეს ჩვენი რბევა ტონგელებმა. დაღრილობა აშკარაა, არაორგანიზებულობად დაეტყო უკვე ჩვენ გუნდს და აი ეგ როგორ გვიტევენ, ხელ და ხელ ამოიტანეს ჩვენ 40 მეტრიან ხაზთან, უკვე ბურთია კარგი იქნება თუ გაუჭედავთ და არ გავატანთ. გრძელდება ტონგელების შეტევა. აქ შეიძლება უკან გადაუვარდა ბურთი და ამის გამოყენება შეიძლება რაღაცნაირად უკან ჩავრეკოთ, უკან წავწიოთ, უკან დავხიოთ მეტოქე, მაგრამ არა, ისევ გააკეთეს ეს უპირატესობა რაც ჰქონდა, დაუბრუნდნენ წვეტილ ხაზს, გაიშალა ბურთი. სულ მიიღო ახლად შემოსულმა პირველ ხაზელმა ჰალანუმ და შეუტია, შემდეგ მააფუ, რომელიც ასევე კარგია, ისიც წინ მიიწევს, გადადის უპირატესობა ისევ ჯარიმის ტონგელებს, ესეც უნდა ითქვას. და აი ხილაიშვილმა კიდევ ერთი ბოჭვა გააცუდა და შემდეგ პაეამ გააგრძელა ეს შეტევა, რომელიც უკვე რაგში გადაიზარდა ჩვენს 22 მეტრიან ზონაში და კიდევ თუ ისევ იგბრუნდებით. ისევ უბრუნებს დაახლოებით 20 მეტრიან უპირატესობას და თან აშკარად ბარათის ჩვენებას აპირებს. ეს რამე ახალი წესია, რაც მე არ ვიცი ჯერ? არა, ნამდვილად ეხლა ესეთი უპირატესობები ძალიან იშვიათად რო დაუბრუნო, როდესაც 20 მეტრს და 25 მეტრს მოიგებს გუნდი იმავე შეტევაში. წარმოუდგენელი რამაა, ასეთი რამ ნამდვილად არ გამოგონია. ხედავთ სად არის ჯარიმა და ჩვენ 22 მეტრიან ზონაში იყო თამაში. ხილაიშვილი თავისთან მოუხმო ერთ-ერთ ქართველ მორაგბეს, ეკრანზე თქვენს ეკრანზე ხილაიშვილია. კარში დაარტყავენ სავარაუდოდ ამ ჯარიმას ტონგელები. არა, კიდეზე გადააქვთ.
მათ არ დაარტყეს კარში, როდესაც უჭირდათ, როდესაც აგებდნენ და მით უმეტეს არ დაარტყამენ, როცა ულხინთ. და ბოლომდე შეეცდებიან ითამაშონ ის რაგბი, რომელიც უყვართ. ერთგვარად ასე ვთქვათ, რომანტიკული ხასიათი გამოავლინეს, მათ რომ რაგბის რომანტიკოსები არიან, რაგბის თამაში უყვართ ხელდა და ამას აკეთებენ. კარგი იქნებოდა, მე მგონი რომ ჩვენც ასე მოქცეულიყავით. შეიძლება მაცავით არ გამოგვხსნოდა და შეიძლება ბევრი შეცდომაც ყოფილიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის უკმარისობა არ დარჩებოდა, რომ ჩვენმა გუნდმა ისე ითამაშა 80 წუთი, რომ ერთი კარგი ხეირიანი შეტევა არ გამხორციელებია. მე ვერ ვიხსენებ ლამაზ კარგ შეტევას, რომელიც ჩვენმა გუნდმა გააკეთა. შენ გახსოვს რამე ისე? არა, პრაქტიკულად ხაზი არ გაგვიჭრია მთელი მატჩის ხაზი არ გაჭრილა, იყო რამდენიმე კონტაქტი, იყო რამდენიმე კოლექტიური მიძალება, მაგრამ განსაკუთრებული კი არა, ფაქტურად სტანდარტულიც კი არაფერი ნორმალური შეტევაში, რაც აი გულის წყვეტა სწორედ ეს იწვევს. ტონგელები კი ცდილობენ იმის გაკეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით. აქ ძალიან კარგი მოლიც დააყენეს. ლატუ წავიდა გვერდით, გაასწორებს ახლა სირბილს და მოუმატებს სიჩქარეს, ეს აფეთქება გააკეთა პატარა ადგილიდან. აქ რაგში კარგად თამაშობენ ქართველები, მგონი დაკარგეს ტონგელებმა ბურთი. თუმცა ისევ ჩვენ დავჯარიმდით. აქ დიდი შანსია რომ ჩქარა გაათამაშონ, ან ისევ კიდეზე გადაიტანონ, ყურადღებით უნდა იყვნენ ქართველი მორაგბეები. რაგბის კავშირი მადლობას უხდის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია VTB ბანკი. სპონსორები გახლავენ ლუცახარში ნატახტარი, RMG Gold, კავკასიის ონლაინი, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია თეთის პეტროლიუმ ლიმიტედი. საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორები არიან ბორჯომი და TBC Cinema. მედია პარტნიორები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიოები აფხაზეთის ხმა, კომერსანტი, პალიტრა და სპორტული გაზეთი ლელო. ისევ 15-იან ზონაში არიან ტონგელები, კვლავ მათი ერეფანი მოიგეს თავისუფლად, ისევ მოლი დააყენეს, კარგად დაუხვდით, ვაწვევით, თუმცა აი გადაწყობას და მიმართულების შეცვლას ახერხებენ ისინი, მაინც წინწაწიეს ბურთი ისევ. და ამჯერად ბლოკი ისინი დაჯარიმდნენ ბლოკის გამო. კი, ბლოკი. აი ასეთი უკმარისობის გზნობა სიმართლე გითხრათ დამჭა შოტლანდიასთან სოფლიო ჩემპიონატზე, კი. როდესაც თითქოს ჯაჭვებით იყვნენ ჩვენები მიბმული და ყოველგვარი რისკისგან ასე თავს იზღვევდნენ. აი ასეთივე იმის გამო რომ შეცდომა არ დაეშვათ, არ რისკავდნენ და ასე ვთქვათ, არ ამწვავებდნენ თამაშს. ჯო ერჩივნად დაცვაში ყოფილიყვნენ და ნაკლები იმით წაებოთ მსხვაობით ვიდრე შეეტიათ და ვთქვათ რაღაც რისკის გამო მერე დასჯირდნენ. დიადი მიზნებისთვის ებრძოლათ. აი ახლა მაინც იმედი მაქვს რომ მაისურაძე, სიმონ მაისურაძე მამუკაშვილის ნაცვლად 16 ნომრით ცვლილებებია ტონგას შემადგენლობაშიც. ნომერი 9 გიორგი ბეგაძის ნაცვლად თამაში. ბეგაძის ნაცვლად შემოვიდა ვაჟახუციშვილი. ვაჟახუციშვილი, რომელიც თუ არის გუნდში, მე მგონი ცოტა მეტი უნდა იქონდეს მას თამაშის საშუალება. სიმონ მაისურაძე კი არ აპირებს ღვთისაგდებას, ვიდრე საჯი არ მისცემს კი. აი ამ შეტევაზე ქულა თუ ავიდეთ. ნემსაძე შემოსულია, ნემსაძეც აი ახლა ბურთი ავარდეთ ჩვენი დერეფანი, მაგრამ წავაგეთ. მაისურაძე იმ წუთშივე დაეძგერა თავის ვიზავის. მან კი მაინც მოახერხა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. და წინ მიიწევდა ბურთი, ჩაიხურა და ტონგის შერკინება. პირველ ტაიმში რაც იყო რომ შერკინებაში ვჯაბნიდით, მეორე ნახევარში ესეც აღარ ყოფილა. ნამდვილად ალბათ შეიძლება იმ პრობლემაზე საუბარი რომ სათადარიგოს კამი არის მოკლე საქართველოს ნაკრების და ძირითადი ლიდერების გარეშე თამაში გუნდს მაინც უჭირს ასეთი დონის მოწინააღმდეგეს და როგორც ტონგა მსოფლიოს მე-13 გუნდია IRB-ის რეიტინგში საქართველოს მასზე 2 ადგილით უკან არის მე-15 ადგილზე იყო ამ მატჩამდე და მერეც ესე დარჩება. მე მაინც ცოტა უფრო კრიტიკული დავრჩები და ალბათ ვინც იყო მოედნელზე იმათგანაც ცოტა მეც მოვითხოვ როგორც გულშემატკივარი პირველ რიგში. ჩვენი კაცნაკლული ყოფილვართ. კი, რა თქმა უნდა, თხილაიშვილი. აი, ადრე მიაწვნენ აშკარად ტონგა, ადრე აწვება, შემდეგ უკვე ჩვენ მივაწექით, მოტრიალ და შერკინება, მათ მაინც მოახერხეს ბურთის გამოტანა, ვაინაკოლო, კარგად დაუხდა, მალაურაძე დაუხდა. კარგი იყო, მშვენიერი იყო და აი ეს უკვე ნამდვილად არ იყო მშვენიერი, ახლა როგორღაც უნდა გავაჩეროთ, მაგრამ ამის გაჩერება ურთულესი საქმე იქნება.
გავაჩერეთ, მაგრამ უკვე ლელოს მოედანში. გავაჩერეთ სამწუხაროდ საკმაოდ ლილომ დაგვიდო მესამე ლელო 79 წუთზე მატჩი, სამ მატჩის მოტრიალების ყველანაირი იმედიც გადაგვიწურა. მოტრიალების იმედი ალბათ კარგახნისին გადაგვიწურა, მაგრამ მე უფრო სხვა რაღაცას მოველოდი ამ შეხვედრის ბოლოსგან და კიდევ მოველი. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა რაღაც მაჟორულ აკორდზე დაასრულოს ეს შეხვედრა, შეუტიოს და 9-23 სხვაობა 14 ქულაა, უკვე შინ 15 ქულიანი სხვაობით წაგება თუნდაც ტონგასთან არის ძალიან ცუდ. დღეს ნაკრებმა ნამდვილად ვერ ანახა გულშემატკივარს ის თამაში, თვისაც ხალხი მოედანზე მოდის, ან ტელევიზორს უყურებს. კი, ასეა. შეიძლება გამარჯვება ვერ მოიპოვო, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, აქ შედეგზე არ არის საუბარი, აქ არის თამაშის ხარისხზე უფრო საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ირლანდიასთან შეიძლება რაღაცა გაცვლილებები განხორციელდეს შემადგენლობაში, ჯერ ამ პოსიტას ამ დარტყმას მივადევნოთ თვალი. მანქედან ერთი უკვე გაგვიტანა მან, მეორე არა, მეორე აციო. იქნება ალბათ რაღაცა შეიძლება შეცვალოს, შეიძლება ახალი მოთამაშეებით. დღეს მაგალითად არ იყო აქტიური ირაკლი მაჩხანელი, ეს შეჯახება ვნახეთ. და ეს ეპიზოდი ფოსიტამ კარგი გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელს, შემდეგ მან უკვე ლილოს გადააწოდა. კვირიკაშვილი ნამდვილად უძგური იყო, 3-1-ზე გადიოდნენ და არაფერის გაკეთება არ შეეძლო. ისევ მალაგურაძე ცდილობდა. როცა გააჩერა რესტოდუა 23 ნომრით. აქ წინ გადაგვივარდა ისევ ბურთი, ყვალტონგის შერკინება იქნება. ლევან დათუნაშვილი, ფრუსტრირებული. სავარაუდოდ ბოლო შეტევა. ჩვენი იქნება ბურთი, ჯერ ტონგელებს დავარდნიათ, შემდეგ ჩვენ გაგვივარდა. აქ ვაჟახუციშვილი ეჭიდავება. ხო, აი ახლა ზუსტად ძალიან ანიელა მოას ზუსტად ანიშნა საჯმა, რომ პირველად დაუვარდათ ჯერ ტონგელებს, შემდეგ ჩვენ და ბურთი გადმოგვიცა. აბსოლუტურად იმის გარეშე შევიძახი ყოველგვარი რაღაც მიკერძოების და იმის გარეშე აუცილებლად უნდა გავარკვიო ეს წესი 20 მეტრიდან ხეირის დაბრუნება. რამე ხომ არ არის ახალი რაგბის წესებში, მე ამის შესახებ არაფერი მსმენია არ ჩენ. ეს ბატონი გოზერის შეიძლება ნამდვილად ეხლა ამას ისეთი გავლენა არ მოუხდენიათ ამაზე რო თქვათ რომ ამის გამო ვაგებთ არავითარ შემთხვევაში თონგა უკეთესი გუნდი იყო და ღირსეულად დღეს ყოველ შემთხვევაში უკეთესი გუნდი იყო საქართველოს ნაკრებზე და ღირსეულად გვამარცხებენ თუმცა 20 მეტრიანი იმის დაბრუნება და ბურთის შეგდებამდე მიწოლაც ეს დარღვევა ეს უკვე დააფიქსირა იმედია ეს მოგცემს მოტივაციას საიმისოდ რომ არა ვიტომ იქ არასწორი ადგილიდან გაათამაშა. ცუდად ადგილას გაათამაშა. მაგრამ იმედია ეს მოგცემს მოტივაციას საიმისოდ რომ უკვე მსოფლიო თასზე გადაუხადოთ მათ სამაგიერო, რაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის ვიდრე დღეს გამარჯვება, მაგრამ დღესაც ძალიან კარგი იქნებოდა. ვიტომ შეუტია, გააჩერეს, ხუციშვილმა გამოიტანა, გაფსაიც გავდა, ნემსაძე მიეძალა. იყო კიდეც თამაშგარე და აფიქსირა ეს. მაგრამ ვერ ფაქტიურად ერთი ნაბიჯითაც კი ვერ წაიწია წინ ახლა ჩვენმა ვერც ერთმა დამრტყმელმა, რომელმაც კონტაქტი განახორციელა. ვაჟახუციშვილი ეძახის თანაგუნდელებს ჩქარა მოდითო, ისინი კი საქმის გარჩევით არიან დაკავებული. ერთი ლელო ახლა ნამდვილად გამოასწორებს ჩვენს ხასიათს, ისევე როგორც ასევე გულშემატკივრებისაც, რომლებიც მოვიდნენ სტადიონზე და რაღაცა ნაწილმა უკვე დატოვა კიდეც იგი. თუმცა აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა გულშემატკივრის მოედანზეა დარჩენილი. დღევანდელმა მატჩმა სამომავლოდ რა გვანახა პირველ რიგში ის რომ ძალიან გაგვიჭირდება მსოფლიო თასზე ამ ჯგუფში თამაში გაათმაგებული მოტივაციით ითამაშებენ მაისურაძე მთელი ძალით შეასკდა ახლა და ახლა ვიტო აკეთებს იგივეს უკვე დასაკარგი არაფერია პირიქით ოსაპოვებელია ბევრი რამ და კვირიკაშვილმა ერთი ფინტით შენილად ჩამოიტოვა წინა ოდნავ წინამოსული დაცვიდან დაცვას მოწყვეტილი მოთამაშე აქ ბურთი უნდა გაატანონ ვაჟახუციშვილს გამოიტანა ვაჟამ ადგილზე დგას ვიტოს ხდებიან კოლექტიურად ტონგელები ბურთს ვერ ართმევენ მაგრამ
და წინ გადაგვივარდა და ეს იყო მატჩის ბოლო აკორდი, დასრულდა ისე, როგორც პრაქტიკულად მთელი მეორე ტაიმი წარიმართა. ტონგამ დაამარცხა საქართველოს ანგარიშით 23-9. და მიულოცოთ ტონგელებს ეს გამარჯვება და უკეთესი მომავლის იმედით. ნამდვილად მეც უერთები ტონგამ ღირსეულად იბრძოლა მეორე ტაიმში ის რაც ვერ მიიღო საწყის წუთებში იქონია მოთმინება და მიაღწია ბოლომდე და შემდეგ მოიპოვა უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა კი ერთფეროვნად ჩაატარა ეს შეხვედრა. სწორედ ეს იყო ალბათ მისი მთავარი მინუსი რომ მის თამაში არ იყო არანაირი მოულოდნელობა. დავიმშვიდობოთ გულშემატკივრებს უკეთესი მომავლის იმედით ერთ კვირაში უკვე უფრო დიდი გუნდი გველოდება ირლანდიის ნაკრების სახით ავივა სტადიონზე ჩვენ ამ მატჩს აუცილებლად შემოგთავაზებთ და იმედი გვაქვს რომ იმ შეხვედრაში მაინც გამარჯვებას თუ არა სწორედ აი ამ მრავალფეროვნებას შევთავაზებთ მეტოქეს. ირლანდიის შემდეგ უკვე იაპონია იქნება თბილისში ამავე სტადიონზე. იაპონია ძალიან კარგი გუნდია, არანაკლებ კარგი ვიდრე ტონგა, ამასაც ვიტყოდი, მაორი ობლექთან ითამაშეს და მხოლოდ 2 ქულით დამარცხდნენ, სწორედ დღეს ისინი. რთული, მაგრამ თვალწამტაცი ტესტების სერია გველის, ასე ვთქვათ, აი ძალიან სასარგებლო. ეს იქნება გაკვეთილი ეს მატჩი ჩვენთვის, რადგანაც ასეთ გუნდებთან თამაში ხშირად არ გვიწევს და უკვე ვიცით ვინ არის ტონგა, რას წარმოადგენს, რას გველის ინგლისში მსოფლიო თასზე. ამასთან ერთად ვიცით ისიც სად და რა კომპონენტებში ჭირდება ჩვენ რომ უკეთ ვითამაშო და გავაუმჯობესოთ, ასე ვთქვათ. და სად გვაქვს პრობლემები. ნამდვილად ასეა, მე მგონი მაინც შეიძლება რომ ეს თამაში რაღაცით სასარგებლოდ მივიჩნიოთ. მოდი პოზიტიურად დავამთავროთ და ვიმედოვნებთ რომ უკვე მომდევნო მატჩი ეს ხარვეზები გამოსწორდება და ირლანდიას უკვე სხვა პროდუქტ შევთავაზებთ. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ახლა ლუკა ჩვენს გულშემატკივრებს, რაგბის გულშემატკივრებს და ერთი კვირის შემდეგ უკეთესი შეხვედრის იმედად ვიყოთ. გამარჯვებით მომავალ შეხვედრამდე.